უცნაურად გამაღვიძამ შენ მეგონა მეჩელახე ხელი და ხიმილით მომილოცა დაბადების დღე გასულა კიდევ ერთი წელი დღეს ალბათ ყველა ნატრა ამისრულდება იქნება საჩუქრების ზღვა და ყველა უფრო მეტად მომეფერება არ ვიცი რა ვინატრო სხვა გაშლილი ხელები ხიარული ფერები ლამაზი ოცნებები კეთილი ზურგილები და გებედება დღეს შენი დაბადების დღეა გაშლილი ხელები ხიარული ფერები ლამაზი ოცნებები კეთილი ზურგილები და გებედება დღეს შენი დაბადების დღეა ლა 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 დღეს რაღაც უცნაურად ჩისფერიაცა შეხედეთ რამდენიერი მზეა და რატომღაც ქვეყნად მინდა ყველა მიცოდეს დღეს ჩემი დაბადების დღეა დღეს ალბათ ყველა ნატრა ამისრულდება იქნება საჩუქრების ზღვა და ყველა უფრო მეტად მომეფერება არ ვიცი რა ვინატრო სხვა გაშლილი ხელები ხიარული ფერები ლამაზი ოცნებები კეთილი სურვილები და გებედება დღეს შენი დაბადების დღეა გაშლილი ხელები ხიარული ფერები ლამაზი ოცნებები კეთილი სურვილები და გებედება დღეს შენი დაბადების დღეა გაშლილი ხელები ხიარული ფერები სულ ყველას გვემღერება კეთილი სურვილები და გებედება ისურვებენიერება გაშლილი ხელები ხიარული ფერები ლამაზი ოცნებები კეთილი სურვილები და გებედება დღეს ჩემი დაბადების დღეა Bravo! Basti bubu! Basti bubu! გამარჯობა კიდევ ერთხელ. დედა რა მაგარია. განაგი ფერადები და ლამაზები არიან. გაგახსენდა შენი ბავშვობა? მე სულ მახსოვს ჩემი ბავშვობა და სულ თან დამყვება ჩემი ბასტი ბუბუ მართლა ასე. ულამაზესი ბავშვების ყველასი ქშურს ზუსტად ვიცი. თუ იქარ დღეხარ. ხო, მაგრამ ძალიან კარგები არიან. არაჩვეულებრივები და თან დაბადების დღე აქვთ იცი შენ? ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ჯობია რომ მოვიწვიოთ სტუმრად ის ადამიანი ბასტიბუსული და გული? უფრო კარგად იცის რა ხდება ბასტიბუში. მარიკა არაშიძე გთხოვთ სტუდიაში. ისე მიხარია ხოლმე თქვენთან მოსვლა. ჩვენ ჩვენ. როგორ ხართ, რა ხდება, რას პირდებით, რა დაბადების დღე, რა 1 ივნისი, რა. 33 წლის გავხდით წელს. 10 მაისი იყო ჩვენი დაბადების დღე და გავხდით 33 წლის. 33 ჩვენ ხო სულ დაბადების დღეს თბილისში ვიხდით 1 ივნისი, იმიტომ რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ბასტი ბუბუ კიდე ყველა ბავშვისთვის არის, თქვენც იცით და ფილარმონიაში ვაწყობთ დიდ შეკრებას მოკლედ რა. იმისთვის რომ დაბადების დღე აღვნიშნოთ
აღნიშნოთ, თან წლევანდელი ჩვენი დაბადების დღე ცოტა განსხვავებულია. იცით რატომ? იმიტომ რომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი იყოს. აი დაბადების დღეზე რომ ეპატიჟები სტუმარს. ის ხო უკვე განწყობილია იმის, რომ უნდა მოვიდე შენთან ერთად იმღეროს, იცეკოს, ითავ. აი ესეთი არის ფილარმონია გადაიწყო, იქცევა რაღაცა სადაბადების დღეო ცენტრად, ასე ვთქვათ. მაყურებელი ჩართული იქნება სრულიად ჩართული ჩვენს დაბადების დღეში. იმიტომ რომ ისეთი სიმღერა არის ყველა ფაქტიურად შერჩეული, რომელიც ყველა მიცის, ბევრი თამაში არის, ბევრი ცეკვა არის, ბევრი სიმღერა არის, რამოდენიმე ისეთი ნომერი კი, ნამდვილი დაბადების დღე გვაქვს. რამოდენიმე ისეთი ნომერი აღვადგინეთ, აი ჩვენი ბავშვობის რომელიც იყო, აი 92-ე რო დავიწყეთ როლიკებიანი ნომერი, როგორც მეცხენილობით რო იწყებოდა ამბავი. აღვადგინეთ კიდე ციმციმებენ ვარსკვლავები, რომლითაც აი ძალიან ველოდებით ამ ნომერს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ნომერი იქნება. ნუ მოკლედ, რამოდენიმე ახლა აი ძალიან ძველი ნომერი აღვადგინეთ, რომელშიც მაყურებელი რა თქმა უნდა ჩართული არის. აი ბასტიბობს ბავშვების გარდა, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გარდა კიდე ვინ მიიღებს მონაწილეობას? და მაყურებლის გარდა. და მაყურებლის გარდა, იმიტომ რომ მაყურებელიც ახლა არის მთავარ როლში ჩათვალები. ოღონდ აი მას რო არის მოსული, ისიც უნდა იყოს სადაბადების დღეოთ განწყობილი, თავი ჩაცმულობით შეუძლია. კი, ქუდებით სადაბადების დღეო და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად ბავშვებთან ერთად მონაწილეობას იღებენ მომღერლები. ჩვენი ახალი თაობის მომღერლები, ყოფილი ბასტიბუბუელებიც, წელს ანას განრიგს ვერ დავემთხვიეთ და ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ძალიან დამწყდა. არა უშავ, შემდეგი დაბადების დღეც გვექნება. აუცილებლად. ხო, მომღერლებიც იღებენ მონაწილეობას, თუ კონკრეტულად გვინდა, ხო იცი ესე თითებზე ვითვლი რომ ვინმე არის რომერი არ ეწყინოთ და კარგი, დავიწყო ჩამოთვლა თუ არ გვინდა. როგორც კიდე თუ მაინც გული გეთანაღება ვინმე არ გამოგრჩეს? თუ კიდე არ ჩამოვთვალ. მე ვიცი რომ ორი კონცერტი იქნება. ორი კონცერტი არის 4 საათზე და 7 საათზე. მე საერთოდ ჩვენ ესე თელავიდან დავიწყეთ, პირველად ქონდა თელავში, მე ხა პირველში გვექნება ფილარმონიაში, მე მივდივართ ეგრევე ქუთაისში, ქუთაისშიც გდავაზობ წამოსვლას. რა გიყო? ქუთაისში და მე მივდივართ ბათუმში. ამიტომ ეს სადაბადების დღეო ხაზი ბოლომდე გრძელდება. დასარევი მარშრუტი გაქვს? შვენიერი. ესე იგი მე რა მახსოვს, იცი, ორი კონცერტი 4-ზე და 7-ზე იქნება. მე მახსოვს რომ ორი რო გქონდა, ჩვენ ცოტა ვწუხდით, რატომ 3 არის. არ ყოფნიდა, ხო, იმის მაგალითად რომ დავღლილიყავით და და ბავშვებიც დარწმუნებული ვარ, ესე აკითხებია. ესე არიან ნამდვილად. სულ რო კიდე იცი, ერთი კონცერტი არასოდეს არ ყოფნით, ერთი კი არა, აი ორიც უკვე, აი იმდენს შრომობენ იმისთვის, რომ აი ეს წარმოდგენა აჩვენონ, რომ ეს ორი კონცერტი ისე სწრაფად გადის, რომ აი ამდენი შრომა და აი მე ერთხელ ვიცეკვე და არა და რამდენი ხანი ვიშრომე. სცენაზეც ჩანს ეს ხარისხი და ეს მონდომება და ეს რუდუნებაც რა თქმა უნდა. დიდი მადლობა შეფასებისთვის. ხო, როგორც ყოველთვის აგერ უკვე 33 წელი რა მაგარია. ისე რომ ვფიქრობ, რომ 33 წლის არის ბასტიბუბუ, ანუ მეც უკვე ძალიან გავიცავ. შენ 33 წლის ხარ, ესე იგი? არა, ცოტა უფრო მეტიც. აი და ეხა ოდნავ მეტიც ვარ, დღეებით რა იყო. ხო, აი და აი რა ვიცი და უკვე აი რო ხვდები რომ 33 წლის არის ბასტიბუბუ, შენ ხვდები რომ უკვე გაიზარდე, მაგრამ მაინც მახარებს რომ სადაც მივდივარ და ვამბობ რომ აი ბასტიბუბუ და მეც ბასტიბუბუელი ვარ, მეც ბასტიბუბუელი ვარ, ყველა ამას ამბობს. აი რაღაცა ძალიან მიხარია. ხო, და რა მაგარია რომ ბასტიბუბუ 33 წელი არის და ისევ რომ ბავშვი არის. კი, ნამდვილად. ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ, ისევ ბასტიბუბუში. და ლაღი ბავშვი არის, ხო. წარმატებები 1 ივლისს ფილარმონიაში თქვენ გელოდებით რა თქმა უნდა. კარგი დაბადების დღე გველოდება. და თინას ველოდები, შენ კი აქ ძალიან თინას გამოვიდა. 4-ზე და 7-ზე. 4-ზე და 7-ზე. ფილარმონიაში რა კარგი. 4-ზეც და 7-ზეც. ორივე. თინა კი. ხო და კიდევ ერთხელ ხომ არ ვთხოვოთ ბასტიბუბუს ბავშვებს რომ შემოგვიერთდნენ. კი ბატონო, ეხლა ეს ჩემი ფერიები გამოაცხობენ ამ კონცერტზე ისეთ ნამცხვარს, ისეთ სითხეს მოაბკურებენ, ვინც ამ ნამცხვარს შეჭამს, სულ ბასტიბუბუს ხასიათზე იქნება. ანუ სულ ჟრიამულის ცეკვის და სიმღერის. დავიწყოთ ექსპერიმენტი ბავშვებო? გვინდა ნამცხვარი, ნამცხვარი. თქვენც გაგასინჯებთ ეთერის მერე. ნუ აქ ცოტა პატარას ვაცხობთ, იმიტომ რომ არ ვეტევით ეხლა და ფილარმონიაში უკვე თქვენ გეყოფა და ფილარმონიაში დიდს გამოვაცხობთ მე. Მანძილით ნამცხვარს
გახდება კოლბა მixura და მათარა გახდება დიდი არა პატარა ხო პატარა ქვილი გაგჭირდება კი ხო ზედა შაქრის მარაგი აქვს ქვიფოთ ამ საოცარფულში ახლა სიხარულს ჩავაყრიულებს გავაკეთებ ისეთ სითხეს ბავშვობაში დაგაბრუნებს დავჭირდება გაღიმება სიცილი და ჩქარიტაში ისე როგორ დაბრუნდები ბავშვობაში გავჩინარდება სევდა არ შეხვდება არცად გზაში დადაბრუნდები ბავშვობის ქვეყანაში წუთებს ვითვლით დიდი სარიგი შვიდზე მივიდა ჩვენი ჯადოს ნური სიტემგონი გამოგვივიდა მოდი ყველა მეტად ვიმღეროთ მოდი საოცარი სუნელი მოდის რა გამოვასინჯოთ თვითონ გავსინჯოთ დაეცინათ? ხო, აბა ნახეთ. რაღაც დაგვაკლდა მგონი, რაღაც შეცდომა. რა ვერ გავთვალეთ ნეტა, გზა უნდა ვნახოთ სხვა. დაძინება არ გვაწყობს, ბასტი ბუბუში ჩვენ ეს შეცდომას გავს ვერ ვიღებთ ხმას რა დაგვემართა ეს მოვიტან წყალს რას ვიზამ სხვას ბედი არ წყალობს დღეს ჰე ახლა ადექით რეცეპტების წიგნში ვეძებთ რაღაც განსხვავებულ რეცეპტს თუ ვერ მიყვებით ზუსტად წესებს ვერ მივიღებთ ნამდვილ ეფექტს რომ ვიპოვოთ სწორი გეზი 10 წუთი გვინდა მარტო გამოგვივა უკოდიცით არის ნატო დავჭირდება მონდომება კარგი შედეგი რომ დავდოთ პასტი ბუბუს დღეობა რომ Chiaruli, pasti bubu, traguebeda su pelas tres Eta povna, kvicharodes, chavi pikredes Ta koncerters, kilocav čves, am šveni etles Pasti bubus, tabaderis tres Tabaderis კიდე ერთი სიმღერა მოვისმინოთ, რა ვთქვით, არასდროს ვთქვით, მე მაპატიეთ, მაგრამ მიუზიკლი ნახეთ, ეხლა შეულებრივი მართლა, ძალიან კარგია და როგორი კარგები არიან და აი უფრო ცოტა იქ ფილარმონიაში უკეთესად ნახავთ ამას, იმიტომ რომ იქ ეფექტები არის სპეციალურად მოვაწყეთ ესე, რა იმის უფრო დავტოვოთ რა. ხო, მართალია. ძალიან დიდი მადლობა. აქვე ვიტყვი უცებ, რომ უყურებდი, ჩემთვის ძალიან ნაცნობი მოძრაობები იყო, იმიტომ რომ თავ ნიკოლაძის ჯგუფია, როგორც მივხვდი. ესია ნამდვილად. ამოიცნო. მოკლედ, წარმატებები ძალიან მიყვარხართ. თქვენ გვერდით ვარ ყველანაირად როგორც ვართ, როგორც შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. მადლობა.
აი ასე მხიარულად დავიწყეთ ჩვენი ეთერი ჩემო ნიკოლას ამას უნდა გავწევამ ხო ხო და ეხლა ძალიან კარგ და საინტერესო თემაზე უნდა გადავიდეთ ისეთ თემაზე რომელიც აქტუალური არის ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით და რა ვიცი ხალხი ადამიანები უკვე ჰობი სამსახური მანია ცოტა და ასე შემდეგ გადაიქცა ფოტოგრაფია დავარქვათ? არ არის ფოტოგრაფია, ფოტოების გადაღება, მოდი ამ ესე ვთქვა. შემთხვევაში მე მგონი პირველ სტუმართან უფრო რაღაც პროფესიონალურ ანუ ფოტოხელოვნების მიმართულებით ვისაუბრებ და გვასწავლის როგორ რა უნდა ვქნათ და საინტერესო ჩვენებს მივიღებთ. ფოტო. და შემდეგ უკვე ის მანიაკალური რამდენიმე შტრიხი შეგვიძლია რომ შევიტანოთ. ირმა შარიქაძე. არის ჩვენთან სტუმრად. ირმა, ხო? ირმა მოემართება. როგორც ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურება ირმა და ლამაზად. სადაც გაგეხარდება. მიხარია თქვენი ნახვა. ძალიან ეს არის რა ქვია ჩვენ ხო ბავშვობის მეგობრები და ძალიან დიდი ხანი ერთმანეთი არ გვინახავს და აქ ეთერში მიხარია. ძირთადად ძალიან ხუხტობთ რა თქმა უნდა. ნუ ეს ცხოვრება დაგვიდგა. ჩემო ირმა. მოკლედ მე მოვედი პეტრას საჩუქრებით თქვენ. მაგარია, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ 18 მაისს გავხსენი დიდი გამოფენა აბრეშუმის მუზეუმში. ჩემს ავტორ პროექტი, ეს არის არაჩვეულებრივი აჭარული პროექტი, რომელიც სახელია ნაქარგი ხებერი. ხებერი ნიშნავს ამბავს, ესე იგი ეს არის ნაქარგი ამბავი, ძალიან საინტერესოდ მოყოლილი და მოგიტანეთ პატარა სუვენირები, რომელიც იყიდება მუზეუმში. ეს არის ესეთი პლაკატი, ესეთი სანიშნეები, ეს თქვენ და პოსტკარტების ესეთი ნაკრები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა და მე კარგად დავაცვალე. ხო, მე კარგად დავაცვალიერეთ და უღრმესი მადლობა. ფოტოგრაფიაზე ვიცი რომ უნდა ვისაუბროთ, ეს არის დღის თემა, მაგრამ მინდა თან მოგიყვეთ ჩემ არაჩვეულებრივ გამოფენაზე. მგონია რომ ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან წარმოდგენილია აჭარული მზითვის ფერი, ესე იგი ეს არის ნაქარგების კოლექცია, შეგროვებული 2019 წლიდან, აჭარელი ქალების მიერ მოკარგული. რომელზეც არის ძალიან საინტერესო სიუჟეტური ნაქარგებები და ასეთი სიმბოლიკა სიცოცხლის ხის და მათი მცველების, ასევე წარმოდგენილია მთელი რიგი ფოტოდოკუმენტაცია 2019 წლიდან გადაღებული და ახალი პროექტი, რომელიც გადავიღე ერთი თვის წინ, ეს Flower Power არის ესეთი ფოტოინსტალაცია, სადაც უკვე ეს აჭარული მითოლოგიის და ესე ვთქვათ ნაქარგობიდან წამოღებული ინსპირაციით მე შევქმენი ჩემი უკვე თანამედროვე ესე ვთქვათ არტი ფოტოგრაფია ფის მედიუმში ასევე წარმოდგენილი კერამიკული ობიექტი, რომელიც ასევე ჩემი პირადი ნამუშევარია და არის ესეთი ექსპერიმენტი და ფილმი რა თქმა უნდა და ირმა დე ფლორეს რამდენიმე ესეთი კოსტიუმი ხელით მოკარგული აჭარელ ქალებთან კოლაბორაციით და ძალიან საინტერესო გამოფენაა. შეგვიძლია ჯერ კიდევ კი, რა თქმა უნდა 28 ივნისამდე გაგრძელდება გამოფენა და ყველას ძალიან გეპატიჟებით. პროგრამაც გვაქვს ამ გამოფენის ივნისამდე და პროგრამაც გვაქვს კი, ანუ მუზეუმის გამოფენა საერთოდ საკმაოდ ისეთი გრძელვადიანია და ისეთია საინტერესო პროგრამით არის წარმოდგენილი. ეხლა 31 მაისს გვექნება მასტერკლასი აჭარელი ქალები ჩამოვლენ და ჩავატარებთ მასტერკლასს მუზეუმში ამ ივენტს ქვია მედიტაცია მუზეუმში, კი, და ეს ქარგვის ესე ვთქვათ მედიტაცია და მასტერკლასი ჩატარდება და არის უფასო ყველასთვის, ასე რომ ვინც მოასწრებთ დარეგისტრირებას, დღეს დაიდება ივენთი და იჩქარეთ, იმიტომ რომ 25-30 ადამიანზეა გათვლილი. შემდეგ აუცილებლად ჩატარდება ადევნეთ თვალი ჩვენს ესე ვთქვათ მუზეუმის და ჩემს გვერდს, ჩატარდება ასევე ლექცია, ანუ მითოლოგიური ასპექტი იქნება განხილული, ძალიან საინტერესო მკვლევარი ხათუნა თავდგირიძე ჩაატარებს, ეს მოხდება ივნისში და ასევე შეიძლება ჩატარდეს კიდევ ერთი მასტერკლასი თუ იქნა, ესე ვთქვათ, ამაზე რაღაცა თუ ხალხი გამოხატავს ინტერესს და ეხლა გისმენ და საინტერესო დახურვა იქნება 28-ში, ასევე მოკლედ ადევნეთ თვალი მუზეუმის და ჩემს გისმენ და ძალიან საინტერესო რაღაცებს ყვები, რა თქმა უნდა და გვთავაზობ ყოველთვის, მაგრამ მიგვირს ხო რომ გითხრა მოგატყუებ, იმიტომ რომ შეგეხება სულ საინტერესოა ყველა პროექტი. მაგრამ მასტერკლასი. სიამოვნებით. ანუ მე არ მინდა. მე მინდა ძა. მე გავნეკუთვნები ადამიანების ჯგუფს, რომელსაც აი გაგიკვირდება და ძალიან არ უყვარს ფოტოს გადაღება. არც რომ მიიღებენ
და რო ვიღებ კი მიყვარს აი პორტრეტების გადაღება განსაკუთრებით, მაგრამ ჩემი შვილი სულ მეჩხუბება რომ ფოტოს გადაღება არის. ესე კი არა, აი ესე უნდა დაიჭირო და შენ ძალამაზი შვილი ყავს და ეხა მარტო მაგის ხათრით უნდა ისწავლო, ხო და უნდა შეიყვარო. ხო და აგერ ხარ შენ და მასწავლე ახლა. რა არის თავარი პრინციპი მართლა იმისთვის რომ ფოტო გამოვიდეს ის რაც გვინდა რომ გამოვიდეს. რამდენიმე მთავარი პრინციპია. პირველ რიგში ალბათ იკონიჭიერი. არა. რამდენიმე მთავარი პრინციპია. დღეს იმდენად განვითარდა მობილური რა, ანუ მეც კი ვიყენებ მობილურ ფოტოს და არაჩვეულებრივი შესაძლებლობები აქვს. თქვა და ბოლო iPhone Pro Max-ებს ძალიან კარგი ლინზები აქვს და შეიძლება გადავიღოთ ძალიან კარგი ფოტო. აუცილებლად მნიშვნელოვანია ვიყოთ ანუ კონდეს კარგი განათება, ეს იქნება ბუნებრივი თუ ხელოვნური და აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ რომ ძალიან დიდი კავშირშია ადამიანი თვითონ რამდენად ცდილობს იყოს ბუნებრივი და რამდენად ჩვენ შეგვიძლია ანუ რაღაცა ის ჩვენი ობიექტი ვისაც ვიღებთ რაღაცნაირად მასზე ვეცადოთ რომ ის მოდუნდეს არ ითამაშოს რაღაცა როლი არამედ ბუნებრივად იყოს ბედნიერი და აუცილებლად რაღაცა მოძრაობები მოსინჯეთ, რაღაც ეცადეთ რომ ანუ არ ეცადოთ რაღაცა პოზები ისწავლოთ და დადგეთ ამ პოზებში, ეს რაღაც იმიტომ რომ ძალიან ხელოვნური გამოდის, ესეთი გაყინული ცოტა რაღაცა ესე ჯობია ფეხი, ესე ხელი, ეს არ მუშავ ჩემი აზრით უნდა იყოთ ბუნებრივი და ეცადოთ გადაიღოთ თქვენ მოძრაობაში, თქვენ პლასტიკაში, მაგრამ გააკეთოთ ეს ნამდვილი ბედნიერების განცდით, რა თუ ღიმილია ეს უნდა იყოს ნამდვილი ღიმილი და შეგიძლიათ რა გააცინოთ ადამიანი, შეგიძლიათ რაღაცა მოძებნოთ რაღაცა საინტერესო ბექგრაუნდი, ძალიან კარგია როცა ბექგრაუნდი ანუ უკან მხარე არ არის ჩაკეტილი და არის რაღაცა სივრცე. შეეცადეთ თუ კედელია უკან ამ კედელს, ან თქვათ რაღაცა კონტრასტული კედელია, ან რაღაცა ხეა, პირდაპირ ადამიანის თავზე ნუ ამოიყვანთ, ანუ მოარიდეთ თავზე ამოსული რაღაცა ხო ობიექტები და ძალიან უცნაურად გამოიყურება, ასე რომ ადამიანის გარშემო უნდა იყოს რაღაცა ისეთი არეალი ჰაერი, რომ ისუნთქოს კადრმა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოთ უკანა ნაწილი, ხო, ეს ბექგრაუნდი და რაღაცა იპოვოთ კარგი კუთხე გადასაღებად, იყოს კარგი განათება და შემდეგ კომპოზიციასაც აქვს, ხო, მნიშვნელოვანი. კომპოზიციას ეხლა ცოტა ზოგი ინტუიციით ახერხებს, ზოგი სწავლობს ამ კომპოზიციას, მაგრამ ტელეფონებს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა გადაიღოთ ქვემოდან, იმიტომ რომ აქვს ფართო კუთხიანი ლინზა, რომელიც აუცილებლად აკეთებს ულტრირებას პროპორციების და თუ გადაიღებთ ზემოდან შეიძლება გაახტუნოს, მაგრამ სამაგროდ ამოკლებს კიდევაც ადამიანს და აპატარავებს რაღაცა ესეთი დაპრესილი გამოდის გამოსახულება. მაღლებისთვის ჩვენთვის არა უშედეგებას. ამიტომ გირჩევთ რომ გადაიღოთ ცოტა ქვედა რაკურსით და ასევე გირჩევთ რომ გადაიღოთ ანუ პრინციპი რომ გაერკვეთ, ხო? ანუ ტელეფონს აქვს ესეთი როცა ვაახლოვებთ, ეს არის ზუმის ფუნქცია, ხო? რაც შეიძლება უკან გავიწიოთ და მოვაახლოვოთ და რეალური პროპორციები იქნება უფრო. ფონიც უფრო ბუნდოვანი იქნება და სიღრმეც უფრო მეტი იქნება. ამიტომ მგონია რომ ეს არის ძალიან ელემენტარული მარტივი თემა და აუცილებლად მოსინჯეთ სხვადასხვა გაერკვეთ ამ თვითონ ტელეფონსაც აქვს, აი როგორ დიაფრაგმა, როგორ ჩავწიოთ, როგორ ავწიოთ. აუცილებლად როდესაც იღებთ ავტომატით, ნუ გადაიღებთ მხოლოდ, შეგიძლიათ დააჭიროთ ეკრანს ხელი და ოდნავ დაწიოთ ეს ჰაილაითები, ანუ განათება ოდნავ გამოქვთ, იმიტომ რომ ხანდახან ტელეფონი ბუნებრივად უფრო გადანათებულად იღებს ფოტოს და ხანდახან არ არის ეს საინტერესო, ასე რომ უნდა თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ, რამდენად გადანათებული გინდათ კადრი. აი ესეთი ნიუანსი, რასაც ქვია პრინციპში, ანუ ესე ვთქვათ, ფოტოგრაფიულ ენაზე ექსპო წყვილი, ეს არის შუქის და დიაფრაგმის ბალანსი, ანუ კამერაში რამდენად ინტენსიურად შემოდის შუქი და როგორ ვიყენებთ ამ შუქს, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია უკან მხარე ჩვენი ბექგრაუნდით იყოს ბლარი, ან ყველაფერი იყოს ფოკუსში, 30 ადამიანივე იყოს ფოკუსში, თავისი ბექგრაუნდიდან, ან მხოლოდ პორტრეტი იყოს ფოკუსში, ან მხოლოდ თვალები და დანარჩენი ბლარში წავიდეს. ეს არის ტექნოლოგიური, ანუ ესეთი ასპექტი, რომელშიც უნდა გავიაზროთ და ტელეფონშიც და კამერაშიც ამის გათვალისწინებით ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, როცა ამას დავინახავთ, ჩვენ როგორ გვინდა გადავიღოთ. საერთო ჯამში ეს თქვენი პერსონალური, ანუ ჯერ ეს თავში ხდება ეს პროცესი, რომ თქვენ ხედავთ კადრს და მე ვცდილობთ ეს კადრი
განახორციელოცა მგონია რომ ხო ანუ სულ ცოტა მაინც თუ გაერკვევით თვითონ როგორ მუშაობს ანუ პრინციპი ფოტოგრაფიის ხო ეს ძალიან საინტერესო ისტორია ხო კამერა ობსკურას ამბავია ხო ეხლა ვინც არ ვიცით ძალიან მარტივია შეგვიძლია მოუყვეთ ანუ ერთ-ერთი ვერსია როგორ აღმოაჩინეს ეს არის ეგვიპტეში როგორ უყურებდნენ ფარაონები ბრძოლის ველს ანუ რადგან იქ ძალიან ბევრი მზეა მზე ძალიან საჭიროა კამერა ობსკურას პრინციპი რომ აღვიქვათ ანუ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ერთ-ერთი ჩავაბნელოთ ოთახი ამ ჩაბნელებულ ოთახში გავაკეთოთ ცენტრში რაღაც ესეთი მრგვალი ნახრეტი საიდანაც შემოვა მზის სხივები და ამ სხივებთან ერთად შემოვა გამოსახულება რაც ხდება იმ ოთახის წინ თუ ეს არის ვთქვათ რაღაცა ხო ეგვიპტეში ეს იყო ვთქვათ ბრძოლის ველი რაც ხდებოდა ბრძოლის ველზე ის შემოდიოდა ამ კარავში სრულიად ჩაბნებულ კარავში და პროექცია ხდებოდა ლაივის ფაქტურად კედელზე, ოღონდ ამოტრიალებული ფორმით. ამიტომ ვეძახით კამერებს, სარკულ კამერებს, მე იქ სარკეა დამაგრებული და ეს გამოსახულება პირიქით ტრიალდება და ჩვენ ვხედავთ სწორად. ეს რაც შეეხება კამერა ობსკურას პრინციპს, რომელიც ძალიან საინტერესოა და შეიძლება ეს ექსპერიმენტი აი თუნდაც ჩვენ სახლის ბრძოლებში ჩავატაროთ, შეგიძლიათ ჩააბნელოთ ოთახი და დატოვოთ პატარა ხო ესეთი ნახრეტი და იქ დაინახოთ როგორ შემოვა. ოღონდ წინ უნდა იყოს მზით განათებული სივრცე, ეგ არის პრინციპი, ხო? თუ წინ დაჩრდილული ხეები დგას ან ხო, მოკლედ მზე არ ხდება, არ იმუშავებს ეს პრინციპი, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო და შემდეგ მოკლედ ანუ ეს ხა რატომ დავიწყე ამ ხელ ამბავის მოყოლა, რომ მივხვდეთ მარტივად, აი ესე ვთქვათ, ჭუჭრუტანა, საიდანაც ჩუქი შემოდის, დიდდება თუ პატარავდება, ამაზეა დამოკიდებული ფოკუსის სიღრმე. ანუ თქვენ თელი გამოსახულება ფოკუსში გექნებათ, თუ მხოლოდ ვიწრო ფოკუსის ველი გექნებათ, ეს დამოკიდებულია ამის გადიდება, ამ ფანჯარის გადიდება დაპატარავებაზე. რაც არის დიაფრაგმა და რომ ვამბობთ, რომ დიაფრაგმა უნდა დავწიოთ დაბლა, თქვათ 1 დარვაზე და 2-ზე, ეს არის ამ ფანჯარის გაღება დახურვის ამბავი და მუშაობს იმ პრინციპით, რომ რაც უფრო ვაპატარავებთ, ფოკუსის სიღრმე იზრდება, პირიქით მუშაობს. ანუ თუ ვაპატარავებთ, ესე იგი ჩვენ დიაფრაგმას წევთ მაღლა 8-ზე 11-ზე და თუ ვადიდებთ, უფრო მეტი სინათლე შემოდის და ფოკუსის სიღრმე პატარავდება. შესაბამისად, ჩვენი ფოკუსის სიღრმეა პატარა და ფანჯარა არის დიდი. მაგრამ იმისთვის, რატომ ვადიდებთ? ხშირად რომ შუქი არ გყოფნის. ანუ შუქი რო არ გყოფნის, ამიტომ კარგია კარგ შუქში გადაღება. ამიტომ კარგია კარგ შუქში გადაღება. და რომ გადავიღოთ, ანუ მაგალითად კარგ ფოკუსში რამდენიმე ადამიანი ან ლანდშაფტი გჭირდება კარგი შუქი. საკმარისი განათება, რომ ყველაფერი იყოს ფოკუსში და ესეთი ნიუანსები არ არის რთული. თანამედროვე კამერას, ციფრულ კამერას კი აქვს უამრავი კნოპკები და უამრავი ფუნქცია და 1000 რაღაცაში შეიძლება ადამიანი გაერკვეს, მაგრამ მთავარია ძირითადი პრინციპები, ეს არის თუ როგორ ვაკონტროლოთ ეს ექსპო წყვილი, ეს არის დიაფრაგმა და სიჩქარე და სიჩქარე რა არის ამ ფანჯრის გაღება დახურვა. ანუ რამდენად სწრაფად იღება და იხურება ეს ფანჯარა. ამაზეა დამოკიდებული, მაგალითად, როცა იღებენ სპორტულ რეპორტაჟს და დარბიან რაღაც სპორტსმენები, ხო, იქ შათერი ანუ ეს სიჩქარე არის მაღალი, რომ დაიჭირო წამის მეათეთში ეს კადრი. და ეს ძირითადი პრინციპი და white balance, ხო? white balance რა არის, რაც ანუ თუ გვინდა გავათფოთ გამოსახულება, ან გავაცივოთ, რაც კელვინებით რეგულირდება და ეს ტემპერატურა პრინციპში ხა თანამედროვე ტელეფონებში ავტომატურად ჯდება და მერე შეგვიძლია უკვე post production-ში დავაედითოთ და გავათფოთ და უმატოთ რაღაცა სითბო, ხო? ცოტა ანუ ეს იმდენად გამარტივებულია, რომ დღეს ან ვფიქრობ, რომ ანუ ყველა ადამიანს შეუძლია მოყვარული ფოტოგრაფი გახდეს. ძალიან საინტერესო ხარისხზე ვლაპარაკობდით და გამარტივებულზე და ადვილად გადაღებაზე და მე ხა ერთი ადამიანი მინდა სტუდიაში მოვიწვიო, რომელიც მაგდენს კი არ ფიქრობს. ეხა შენ რასაც ფიქრობ და რაც გვასწავლე. პირდაპირ იღებს ტელეფონს და 150,000 ფოტოს იღებს წუთში. შენ რა იცი არ ფიქრობს მაგ ყველაფერზე და არ ითვალისწინებს. ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, იმიტომ რომ ისე კარგად ვიცნობ ამ ადამიანს, რომ მეტი არ შეიძლება. ხო, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენი მეორე სტუმარი ნამდვილად ითვალისწინებს ამ ყველაფერს და ძალიან კარგად იცის, თუ ძალიან კარგად არა, ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ითვალისწინებს ამ ყველაფერს, ეხლა რაც ირმამ გვასწავლა. და მესამე სტუმარი კიდე რას ითვალისწინებენ ისინი და რას ფიქრობენ, აი იმას გვეტყვის ზუსტად. მოვიწვიოთ აუცილებლად. ჩემი ხატია შემოგია. მე შენს კამი უნდა მოგიტანო განსაკუთრებული. ნახე.
გამარჯობა კიდევ ერთხელ. ხატია შემოგია და თაკოს აზინა შემოგვიერთდებიან. ეს გამარჯობა. გამარჯობა. შენ რომელი მოგიხდება, რომელი გინდა? იცი რა, ეს ღია და ღია და სოფია ველოსური შემოგვიერთდება ასევე ფსიქოლოგი. გამარჯობა, გთხოვთ. ფსიქოლოგი, რომელიც შემდეგ გაგვარკვევს რამდენად მანიაკალური დამოკიდებულება. ხატია ნახე, ირმა რამდენი რამხელა მასტერ-კლასი ჩაგვიტანთ დაანები ნიკოლომიძეს საუბარი. არა, ნიკოლომიძე მართლა რა კითხვა შეიძლება მე დამისვას, ამდენი წლის შევა მეგობარმა და მეჯვარემ რომ აღარ ვიცი რა ინტერესებს ჩემგან. რა კითხვა და დაგისვა მარტივად, რა კითხვა. ტელეფონი სად გაქვს? აგერ. ამოიღე. მერე ეხლა რა მაინტერესებს, იცი, აი ხარისხზე და შე კოდიც კი იცი ჩემი ტელეფონის საქმის მაგაზია. სახეზე ვეღარებს უცბაგო? ხო და რა, ნაირია ცოტა. ფოტოებში შედი? რა წესი ფოტოებში? ეხლა რაღაცა ძალიან ისეთი პირადული თუ არის, არ გავაჟღერებ. მე მაინც ვიცი ფოტოებიც მე. დღეს რამდენი ფოტო და გადაღებული? აი ნახე, დღევანდელი დღე იწყება აქედან. აქედან იწყება. აი ნახე. ეხა ეს ხონდა გაიცხრილოს, ჯერ ეთერში ვიჯექი და ვერ მოვასწორე. არ მაინტერესებს გაცხრილო. 3 ვიდეოა აქედან. ხო, აბა არ უნდა და. სად შეიძლება რომ კამერაში შეიძლება რომ ყველაფერს ანუ დღე დაიწყო ჯერ. ეხლა 1-2 საათი პაუზა აქვს. აი ეს ყველაფერი გადაღებულია ერთ წუთში? არა, მთელი 2 საათიანი ეთერი. ო, რა ამბავია. იმიტომ რომ იცვლება სტუმრებთან ერთად. მე იმ სტუმრებს სიამოვნებთ როცა ანუ რა ხდება ეხლა ეთერში ხო არის გადაცემა ხომ იყავს. აი კამერა ოდნავ მოშორდება თუ არა? ეგრევე იწყებს გადაღებას პირდაპირ ეთერში. ხო და აი და ამ ყველაფერს ითვალისწინებ ახლა რასაც. იცი რა არის, მე ხარ ხსნი ამ ყველაფერს პირველ რიგში. ჩვენი ეთერი ხო არის შაბათს და კვირას, ანუ ჩვენ ვიწყებთ და მე რა თქვენ აქცევთ. ხო, ის მინდოდა რომ მეთქვა. ხა. და ვაგრძელებთ, მაგრამ როგორ ვაგრძელებთ მე? ხო, გრანდიოზულად. პარასკევს ვდებ ხოლმე ფოტოებს სპეციალურად, რომ ანონსივით გავაკეთო, რომ ანუ ხვალ ეს იყო წინა კვირას, მაგრამ ამას ახლა დატვირთვა აქვს, მარტო ის კი არა, რომ აი ჩემ თავს ვდებ, ჩემ თავს ყველაზე ნაკლებადებს. სტუმრებს საქმიანია შენი ფოტოები ყოველთვის თუ საქმიანი, ხო, აბა ხა მე ჩემ თავზე ისეთი შეყვარებული არ ვარ, რომ აი მაგას ჩემი ფოტოების გაზიარება მინდოდეს. მე მინდა ხოლმე რომ გავუზიარო ადამიანებს რაღაცა სიახლეებ, რაღაც ახალ ქალაქში, ქვეყანაში. ხა ის როგორ არ უნდა დამედო იმ რობოტი ტაქსის ფოტოები, მართლა სიახლე. აი სტუმრებთან ერთად მე მომწონს სტუმარი რომ აშეარებს და ამ შენ გადაცემასაც ხო ბევრი ადამიანი ნახულობს და მე ხო პროფესიით ასევე პიარიც ვარ. სამსახურის ნაწილია ნიკა. ჩემი სამსახურის ნაწილია მოკლედ რა. ეს მინდოდა რომ ხო. არა არის. კარგი, აბა თაკოს. ამ შემთხვევაში ეხლა თაკოს. ეხლა თავს გაიმართებენ ესენი ორივე ზუსტად ისე. არა, თავის გასამართლებელი პირიქით ძალიან მომწონს და სიამოვნებს ფოტოები, მაგრამ იმიტომ არ ვიღებ თქო რომ რაღაცა ჩემ ლუკებს არ ვაჩვენება. არა, ხო, მაგიტომ არა, მაგრამ მაინც გინდა რომ დააფიქსირო სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, იქ რაღაც ღონისძიებაზე იქნება, ქუჩაში შეხვდა ვიღაც ძველი მეგობარი თუ რაღაცა. ისე ნახე, ჩვენ ხომ ღონისძიებებზე იმიტომაც ვპატიჟებენ, რომ თან უნდა გავიგოთ ის სიახლე და თან უნდა გავაზიაროთ ეს ფოტოები, რომ სხვა ადამიანებსაც უნდა გავაგებინოთ. ეს მასტიც არის სპეციალისტი. აბა სტუმარს რო პატიჟებ, იმიტომ პატიჟებ, რომ იმან კიდე სხვას უნდა გააგებინოს და არა მარტო იმიტომ, რომ იქით რიგ. ვერ მოვდე შარი მაინც რა. ხო ვიცნობ ხარ რომ ვერ მოვდე. იქნებ თაკოს. მეჭება. აბა ჩემთან რა ხარ? ვერც მე მომდებთ, იმიტომ რომ დღეს ფოტოჟარის არ გადამეღია, საერთოდ მე ხატიას რო კითხეთ, ფიქრობდი და დღეს ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ცოტა ვჩქარო. გაიღვიძე სანამ მოწესრიგდი სანამ ეგრევე გამოვარდი სახლიდან და სულ დღეა დღეს. არა, კარგი დღეა აქ არის. არა, ვერ ვიტყოდი. ზოგადად ახლა ჩემთვის ფოტოების გადაღება მართლა პირდაპირ მუშაობასთან ასოცირდება, ვალდებულიც ვარ, რომ უმაკიაჟოდაც, მაკიაჟით პროცესში გადავიღო, იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო კონტენტი. შესაბამისად, არის ხოლმე შემთხვევები, როცა სიმართლე გითხრათ, ხარისხიც არ მაქვს, მაგრამ მიწევს გადაღება, იმიტომ რომ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ვალდებულება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხალისი გქონდეს რა, იმიტომ რომ ძალიან ეტყობა ფოტოებს, თუ ხალისი არ გაქვს ამის და რაღაცა ამის ხასიათი არ ეგრევე აისახება, კი, ეგრევე აისახება. წინაპირობა, კარგი შედეგი. ნამდვილად.
ხო, მაგრამ თაკო იცი რა მაინტერესებს, აი, კარგი დღეს ვერ მოასწარი და წინ გაქვს მთელი დღე და ძალიან ბევრი ფოტოს გადაიღე და დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი თქვა გაიღვიძე, იწყებ რაღაცის გადაღებას, ეხლა ირმა რასაც რარჩევებსაც გვაძლევ და ითვალისწინებ რომელიმე მათგანს მაინც თუ უბრალოდ დააჭირე, გადაიღე, თუ აი რაღაც ქვევით დაადე, როგორც გითხრა, ქვევიდან გადაიღე, რა თქმა უნდა, მე თვალისწინებ, იმიტომ რომ ძალიან პირველ რიგში განათება ჩემ შემთხვევაში, მით უმეტეს მე მიწევს ხოლმე ძირითადად უფრო მაკიაჟთან ასოცირებული ფოტო-ვიდეო კადრების გადაღება და შესაბამისად უნდა იყოს ძალიან კარგი განათება, რომ კარგად გამოჩნდეს ეს ყველაფერი. ასევე თუ ვთქვათ მთლიანად ვიღებ, ხო, აი მაგასაც ძალიან მნიშვნელოვანი, ცოტა ქვემოთ უნდა იყოს ოდნავ გადახრილი, რომ უფრო ოდნავ მაღალი გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ისე მაინც რომ უფრო დაბალი არ გამოჩნდა. ვიდრე ხარ. ხო, ვიდრე ხარ. და ვინც მიღებს ხოლმე სულ ვეუბნები, რომ რაღაც ზუსტად ეს მკერდის გასწრივ და ოდნავ აი სიტყვაზე თუ შენ გიღებ, ოდნავ ესე უნდა გადმოვხარო. იმიტომ რომ მასწავლის შემიშვილი აგერ უკვე ამერიცელია კაცოლის და ვიმახსოვრე. ჟალობიძეს გთხოვთ ყველა მეგობრებო, კითხვა დავუსვათ ბოლოს, როდის გადაიღო ფოტო და როდის ატვირთა სოციალურ ქსელში. არასდროს. გუში ნახე ზუსტად და 2019 წელს მაგ ინსტაგრამზე ბოლო ფოტო. გიჟდები რომ შენ ხარ დღეს მასპინძელი არ ინსტაგრამზე სხვათა შორის. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება ირმასთან. აი ესე შემაშუმა გამიხსნა და დევს. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება ინფლუენსერების შემთხვევაში ძირითადად უფრო სელფ კამერას იყენებენ, ხო? როგორც ვიცი. წინა კამერას, ხო? წინა სელფ კამერა არის. ხო, ნუ იცი როგორ არის ცადე სხვათა შორის მეთქი უფრო კარგი ხარისხით გადავიღო უკანა კამერით, მაგრამ მანდ რა არის იცი პრობლემა თითქოს შენ თავს რო უყურებ, შენ თავს ელაპარაკები და უფრო კომუნიკაბელური ხარ, უფრო ბუნებრივი ხარ და როცა მოტრიალებულია კამერა და შენ თავს ვერ უყურებ, აი რაღაც თითქოს მაყურებელს ვერ ხედავ რა, აი ეგ მაგ პრობლემას წავაწყდი, თორემ ცადე ეს ვინც ხო, ეხლა მე მაინტერესებს, მადლობა, ეხლა მაინტერესებს ირმა მინდა მოგცეს რჩევა, აი როცა სელფ კამერა სხვადასხვა როგორ უნდა ვთქვა. მიყვარს ავტოპორტრეტების გადაღება, რომ მოტრიალებული კამერა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი უბრალოდ. ან წინა კამერა და უკანა კამერა. არა, ხო, აბას შენ თავს როგორ რამე გათვალისწინება. ასე? ხო, ან მაგას სელფების გადაღებას და მითხარ დიდად არ მიყვარს სელფების გადაღება, მიყვარს ავტოპორტრეტების გადაღება, რომელსაც ვიღებ შტატივით, ვაყენებ კამერას. იქიდან დაახლოებით უნდა გავსაზღვრო, რა თქმა უნდა ასისტენტი მჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა ღილაკს უნდა დააჭეროს, მე ყველაფერს ვაყენებ ტესტებს, ცოტა დროში გაწილილი, მაგრამ ნუ ძალიან მიყვარს და ძალიან საინტერესო სერია მაქვს ავტოპორტრეტების და მიყვანი ასისტენტი. კარგი. და სელფების გადაღებაზე ხო, ცოტათი მგონია რომ არის ძალიან მადლობა. მგონია რომ ეს არის ანუ რაღაცა კავშირი ასევე მართლა ნუ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან არის რეალურად როცა საუბრობთ ფოტოგენურობაზე და არაფოტოგენურებაზე, მე სულ ვამბობ რომ თუ მუშაობს პროფესიონალი ფოტოგრაფი, არ არსებობს არაფოტოგენური ადამიანი ჩემთვის. მე ვიპოვი მისთვის ფოტოგენურ განათებას. მაგრამ თუ საუბრობთ სელფზე, ნამდვილად არის ფოტოგენური სახე, რომელიც იგებს კამერაში და არის არაფოტოგენური სახე, რომელიც არ იგებს კამერაში. ამიტომ არსებობენ ადამიანები, ვისაც არ უყვართ სელფის გადაღება, იმიტომ რომ არ ჯდება რაღაცა არ მუშაობს რა. მართლა არ უყვარს ფოტოების გადაღება. ხო, არის. უყვარს ტიპაჟია. ეს მე მგონი ცოტა არქეტიპიდან გამომდინარეა კიდე, იმიტომ რომ არის არქეტიპი, რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არის პირიქით. ხო, მაგრამ ერთ რაღაცაზე შევთანხმდით, ეხლა თქვენ შემთხვევაში გოგოებო გასაგებია, რომ პროფესიულიც არის და სიამოვნებაც ერთად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც დილას იწყებენ ფეხუცებით თუ რაღაცა, ეხა ჭამე, ეხა კრილს ვიხე. აი, შემიძლია მეც მაგათოს ყველა, აი, ყველა ჭამეთ ფოტოსესიები და ფილტრი მაგიჟებს კიდე, აი ძალიან გაფილტრდადებული ფოტო. აი, მაგაზე ვისაუბროთ, არ არის საინტერესო, რომ არსებობს მთელი რიგი, ესე ვთქვათ, პროგრამების, რომელიც შენ რო გადაიღებ ფოტოს, არ აქვს მნიშვნელობა როგორი გამოვა, მე იქ ტვირთავ და ის რაღაცა შენგან აკეთებს ლამაზ გოგოს. ხო, მაგრამ ხო იტყუები ამ ლამაზ გოგოს ეს ფსიქოლოგების გასარჩევი თემა, რატო აკეთებენ? ამას იმიტომ ამას აკეთებენ ისეთი ადამიანების, ვისაც ძალიან მაღალი IQ აქვთ და ანუ ძალიან ესეთი კარგი, ესე ვთქვათ, კარგი გარეგნობა აქვთ და იდეაში ეს არ ჭირდებათ. ეს ძალიან ჩემი აზრით თქვენი აზრით არ ჭირდებათ თორემ. თავად თვლიან რომ ჭირდებათ. ხიბლი ერთ-ერთი. ნუ ეს არის არ მიღება შენი ასაკის. ფილტრმა შეიძლება მე დამაკორექტიროს. და გამხადოს მეტიც თუ რეალობას სერიოზულად მოვშორდი, შეიძლება მე ჩემი თავის აღქმა
კონდეს selfie ფოტოებიდან კი და მე მჯეროდი ხომ ესე გამოვიყურებდი საყვარელი ფილტრები და თუ Instagram-მა ის ფილტრი მოაშორა არსებობს ამისგან გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობა იმიტომ რომ მე ჩემი სახე დავკარგე ამბობს პირი რომელსაც ეს სერიოზულად აწუხებს და საერთოდ ფოტოს რო ვიღებთ და პირველი selfie მე გამიკვირდა რომ გადავხედე რომ მოვდიოდი რაღაც ჩემი თემა და ავთვლი რომ selfie-ების გადაღება არის პათოლოგია და რაიმე ერთი ნიშნით თუმცა დაავადებათა ჩამონათვალში შეიტანეს მაგრამ პირველი selfie ამერიკელ ფოტოგრაფს გავუკეთებია 1870-იან წლებში და ეს იყო პირველი მცდელობა და იქ ჰქონდა შედარება ავტოპორტრეტების, როდესაც ხატრები ხატავდნენ, რეალურად ეს არის ავტოპორტრეტი და ავტოპორტრეტიდაც ძალიან ცოტა კარიკატურისტი როდესაც ტელეფონი არ იყო, ამიტომ ფოტოპორტრეტი და გადაიღო, ხო, რომ ავტოპორტრეტია და selfie არ არის. selfie მაინც არის, როცა შენ ხედავ შენ თავს და შენ იღებ და ამისგან იღებ სიამოვნებას და შენ ხედავ შენ თავს. ხედავ ვიზუალურად, ფიზიოლოგიურად ხედავ შენ თავს. ავტოპორტრეტის დროს მე წარმოსახველად ხედავ ჩემ თავს იქაც, სხვაობა არის ამაში. აქ ხედავ და მე არა მაქვს მზა პროდუქტი, ჩემი წარმოდგენა ჩემ თავს ან უკვე წარმოდგენა რომელიც შემიქნა კონკრეტულმა ფილტრმა და იმ ფილტრის გარეშე სხვას არ ვაღებინებ ფოტოს, იმიტომ რომ სხვა რეალობიდან გაქცევა არ არის. აი, ისთვის არის. ხო, გაურბიხარ საკუთარ რეალობაში. ნახეთ, რეალობაში და აქ და ამჟამად აწყობში ყოფნა არის ის, რომელსაც ადამიანი აბსოლუტურად ვერ აღწევს. და რეალობა არის ის, რომელიც არ არის ზუსტი. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი რეალობაა და არის ესეთი სუბიექტური რეალობის მცნება. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სუბიექტური რეალობაა და მეტნაკლებად თუ პათოლოგიასა და ნორმას შორის ვაპარაკობთ, რაც უფრო მიახლოებულია უმრავლესობის აზრს, ჩემი დანახვა და თქვენი დანახვა, მით უფრო ვითვლები ობიექტურად, თუმცა სრული ობიექტურობა არის პირობითი და რაც უფრო მკვეთრად განსხვავებული აზრია, მით უფრო სუბიექტურად ამაზე ექსპერიმენტებიც არის, როდესაც წინასწარ დადგმული ქართული სარეკლამო სივრცეშიც იყო მსგავსი ექსპერიმენტი, როდესაც გასაუბრებაზე კითხულობენ 2x2 5-ია და რამდენიმე ადამიანი ამბობს 5 და შემდეგ ზისპირი ამბობს ისიც 5-ს, იმიტომ რომ სერიოზული სახით მსახიობები ამბობენ რომ 5-ია და მას ეცნობა ის განცდაში რომ ალბათ 5-ია. ნუ ის ცალკე თემა რომ არის ესეთი ფიზიკოსი კოტე ცისკარიშვილი, რომელიც ამტკიცებს რომ 4 არ არის და 5 ეს ცალკე თემა. მაგრამ ჩვენ ვართ შეთანხმებულები რომ არის 2x2 4. და რეალურად ნახეთ ესე გვასწავლეს და არის კი 4 აქამდე არსებული ცოდნით უმრავლეს მეცნიერებში არის შეთანხმება რომ არის 4 სუბიექტური რეალობა ეპოქების მიხედვით საუკუნეების მიხედვით იცვლება ისე როგორც ფორმები, ყვივალების ზომები, ცხვირის ზომები, ვიზუალი სტანდარტები და ასე შემდეგ. თანამედროვე ფილტრები გვთავაზობს ნაირსახეობას და თქვენ რო ნახოთ ადამიანები selfie-ით გატაცებული ადამიანები, თუმცა მე შორს არ ვარ, selfie პათოლოგია დავარქვა და ამაზე ვიტყვი. selfie-ით გატაცებული ადამიანები ნახავთ, რომ მათ აქვთ საყვარელი ფილტრები. selfie უყვარს იმიტომ, რომ მუშაობს ფილტრთან ერთად. ანუ ის ერთი ფორმა, როდესაც მე პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ და ქირურგიულ ჩარევას ვახდებ, ცხვირს ვიცვლი, ტუჩს ვიცვლი, ასე შემდეგ, მეორე შემთხვევაში ბოტოქს ვიყენებ, ფსიქოთერაპიაში საერთოდ ჩვენ გვეწგზალება ბოტოქსის გამოყენება და ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მინდა რომ ვახსენო. მე ფსიქოთერაპევტებს გეკრძალებათ თუ პაციენტებსაც უკრძალავთ? ჩვენ არ უკრძალავთ, ჩვენ თუ ჭირდებათ ეს განათლება და გვეკითხებიან, ვუზიადრებთ ამ აზრს, ამაზე ხრე ის მინდა და ვეტყვი, იყო ესეთი ჯეიმსი და იყო ესეთი ლანგე და ორივე ჯეიმს ლანგეს თეორიათია ეს ფენომენი ცნობილი ფსიქოლოგიაში, ორივე იყო სხვადასხვა ქვეყნიდან და დამოუკიდებელი ფსიქოლოგები და არსებობს მათი თეორია, რომ ჩვენი ხასიათი და ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა ჯერ კი არ ხდება და მე მიმიკა კი არ იცვლება. ჯერ მე ვიმეორებ მიმიკას და ამ მიმიკის შესაბამისად მეცვლება ხასიათი.
ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში იყო კვლევები, ამერიკელი ოჯახური სისტემური ფსიქოთერაპევტები იყვნენ ამ კვლევებით დაკავებულები და სხვადასხვა უჩივლა ბოტოქსის მწარმოებელმა, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირში იყო ფინანსებთან და ბიზნესთან ეს ყველაფერი. მან თქვა, რომ დედები, რომლებიც იყენებენ ბოტოქსს და იყენებენ ხელოვნურად მიმიკის შემაჩერებელ აქტივობებს, მათ მეტი პრობლემები აქვს თავიანთ შვილებთან, მათი გაგება პიროვნებად შორის ურთიერთობა შვილთან ეცემა დაბლა. და რა ხდება? მე შენ გიგებ მიმიკის გამეორებით. მე ჯერ სარკისებულად აგირეკლავ, მე შენ ღიმილზე ღიმილით პასუხობ და მე ვეწევი შენს ემოციას. მიმიკის ცვლილება და ჯეიმს ლანგის თეორიას არსებობს ამაში და სიცილის თეორია და სიცილის ფსიქოთერაპია დაეფუძნა მე ამას, რომ მე ჯერ ვიცინი ხელოვნურად, მე გაგიგიათ ხო ეს, გაიგიმე, შეხედე სარკეში საკუთარ თავს, თუნდაც სალფში, სარკეში გაუღიმე შენ თავს და დაიწყე დღე. რატომ? გაღიმების დროს ჰორმონალური, ბიოქიმიური პროცესები ხორციელდება და მე კარგ განწყობა მექნება და დიმიტრი უზნაძემ თქვა, განწყობის თეორიის ქვეყანა ვართ, რომ წინასწარი განწყობა ნახევარზე მეტად გაკეთებული საქმეა. წინასწარი განწყობა თუ პოზიტიური, მაგ რაიმეს ან ვინმეს მიმართ, შესაბამისობას ვიზიდავ და ეს რეზონანსი მუშაობს და ხდება. მიმიკა კი არ იზიდავს, ენერგია იზიდავს. ენერგია გამომუშავდება, მიმიკით იწყება, იმიტომ რომ მიმიკა და ფიზიოლოგია და ეს არის უფრო არქაული ვიდრე ინტელექტუალური მონაცემები და ჯერ არის სხეული უფრო ინტუიციური წვდომა, სხეული მიმიკა, ჩვენ ძველი პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს მიმიკებით ესაუბრა, სანამ სიტყვა გაჩნდა, სანამ მეტყველება გაჩნდა, სანამ სახელდებები მოხდა, მანამდე ჩვენ მიმიკით გრძნობდით ერთმანეთს, მიმიკის საშუალებით გამომუშავდებოდა ენერგია, მე ვგრძნობ და გაფაქიზებული მქონდა ეს აღქმის ორგანოები, რომელიც ეხლაც რაც უფრო პირველყოფილ თემურწყობილებაში მცხოვრებ ტომებთან არის საუბარი, მით უფრო შეუძლიათ სუნით იგრძნონ რამდენი წლის, რამდენი თვის თუ არის ბიოლოგიური მასალა ამათვე მცხოველის და ამ დროს ჩიკაგოში რო ჩამოიყვანო დაიკარგება და ორიენტაცია, იმიტომ რომ ქვებში უჭირს და ბუნებაში მეტია. ჩვენ თანამედროვე ადამიანს თან დააგვიჩლუნგდა გარკვეული აღქმის ორგანოები, იმიტომ რომ მეტად წრინზე გადავერთეთ და ეხა თანამედროვე ფსიქოთერაპია ისევ ბრუნდება იმაზე, რომ იქნებ სულიერება გავაღვიძოთ და იქნებ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ წრინზე გადართვამ და ყველაფრის დაგეგმა მოგვაშორა ავთენტურობას და საკუთარ თავს და ხელოვნურები გაგვხადა და აქაც ნახეთ, მე თუ თავიდან საერთოდ არ არსებობდა, როგორ ვხვდები ერთმანეთთან კომუნიკაციის ეს საშუალება. მე შემოვიდა ნახატები, მე შემოვიდა რაც შეიძლება ნატურალურად ასახვა და მე შემოვიდა სხვადასხვა ჟანრი ჯერ მხატვრობაში. იგივე განვითარება პოვა ფოტოგრაფირებაში ამან ყველაფერმა და დღეს ხელოვნურების ელემენტი შემოსულია მხატვრობაში. მე ძირადღირებული ნახატი ხელოვნების თვალსაზრისით ძირადღირებული ნახატი კი არა შეიძლება იყოს კარგი პროდიუსერის კარგი დაპირებული რაღაც წერტილი, რომელიც გაიყიდოთ და ამ დროს ყველა პარამეტრით აქცენტური იგივეა ყველა, მაგრამ ჩვენ ახლა ბრუნდებით უკან და სალფეც იგივე თემაა, რომ ეს ხშირად ტექნიკასთან არის კავშირი და არა შემოქმედებისთან, თუმცა მე მახსენდება ჩემი ფილოსოფიის ლექტორი, რომელიც ამბობდა ხელოვანსა და ხელოსანს შორის სხვაობებს შეიძლება ვილაპარაკოთ. ხელოვანი ძალიან ცოტაა და ხელოვანი ქმნის, გრძნობს და აუცილებლად ხასიათს უქმნის თავის რესპონდენტს და თავის თან მომუშავე პირს და მათ შორის კარგი კომუნიკაცია, კარგ ფოტოს ნიშნავს, ესია დამეტახები და ხელოსანმა შეიძლება გაასწოროს ტექნიკურად დაამუშავოს, რასაც სელფები მიკეთებს, მაგრამ ეს სურათს არ მიგდებს. კარგი მუშაობა, კარგ ფოტოგრაფთან, მხატვართან, არც თერაპიული მნიშვნელობის მახასიათებელია, სელფი თერაპიული მნიშვნელობის მახასიათებელი არ არის და მეტიც ამ გატაცებამ შეიძლება მომაშოროს საკუთარი თავის რეალურ აღქმას. მაგრამ აი მე კითხვა მინდა რომ გავაგზავნო გოგოებთან, თქვენთვის თუ არის თერაპია რაღაცა კუთხით მაინც სელფი, აი რომ გადაიღე და ბაი დღეს რაღაცნაირად კარგი ხარ თუ რაღაცა მოქმედებს. უწფელები რომ ვიყოთ, ფოტოს რო იღებ, თუ არ ხარ განწყობაზე და თუ უშენო ხარ, იმ დღეს არდებ იმ ფოტოს, ხო? ეხა შენ ცუდ მხარეს არავის არ აჩვენებ, მაგრამ სელს ხო გააჩნია ხა, აი სიტყვაზე Golden Gates-ზე რო ვიდექი, მე სელს იმიტომ ვიღებდი, რომ მეჩვენებია Golden Gate-ი და ნახევარი სახე იყო. ჩემი
პრიორიტეტი ჩემი სახე კი არ იყო ის რაღაცა ღირსშესანიშნაობა, რასაც მოგზაურობის განწყობას ხო გიქმნის, ხო? განწყობას რა თქმა უნდა გიქმნის და სხვათა შორის თუ დააკვირდებით ვიქტორია ბეკემის ვერც ერთ ფოტოს ვერ ნახავთ გაღიმებულს. იმიტომ რომ მას არ მოწონს თავისთავად გაღიმებული ნათქვამი აქვს. და ყველა ფოტოში არის ხო, თუმცა ნიკამ რაც იკითხა, შეიძლება მე გაქცე პასუხი მე დავდე გუშინ ფოტო სპექტაკლზე გადაიღო მარინამ არაჩვეულებრივი ფოტო და მთელი დღე ის მქონდა თან რომ მოგდის და მოგდის ხო ცინოთის მაყოფილების რომ მართლა ძალიან ლამაზი ფოტოა ლამაზი და ჩემი თავიც მომწონს ამ ფოტოში შესაბამისად ეს მთელი დღე ლამაზი ფოტოების დადება თუ გინდა მოგცემ ჩემ ფოტოებს გინდა ჩვენ მაინც დავდო ჩემი ფოტოები თერაპიაში ძალიან ფსიქოთერაპიაში როდესაც ჩვენ მუშაობთ იქნება ეს უბრალოდ ეროვნებად შორის ურთიერთობები თუ პათოლოგიებზე და ფსიქოსომატიკაზე და ხო ავადმყოფებთან პირდაპირ მნიშვნელობით ფოტოგრაფიებს ჩვენ ვიყენებთ სამუშაო პროცესში ოჯახის ალბომებს ფოტოგრაფიებს რატო და ვეუბნები თვითონ არჩიოს დედის ფოტო წვილის ფოტო მეტიც სისტემურ ოჯახურ თერაპიაში წვილების თერაპიაში ხომ მე ვარ ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი და ოჯახი რეკომენდ არჩევს ერთი თემაა და დიაგნოსტიკურადაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს ფსიქოდიაგნოსტიკურად ოჯახის წყვილის ურთიერთობის და პიროვნების და ასევე ჩვენ რეკომენდაციას უწევთ რამდენ ხანში ცვალოს წყვილის ფოტო შვილებთან გადაღებული ფოტო სად უნდა ედოს ოთახში გადაღების ოთახში რა თქმა უნდა არანაირი უფლება არ აქვს როგორც სხვა თემებს როდესაც საზღვრებს ალაგებს და ეს ცალკე თემაა მაგრამ თუ ჩვენ ამის ტრადიცია გვაქვს და ყველა ოჯახს თავისი ტრადიციები აქვს და ერთ-ერთი რეკომენდაცია როდესაც ერთობლივი ტრაპეზით ითვლება ოჯახის ჯანმრთელი ფუნქციონირების მანიშნებლად, ისე არის ტრადიცია ოჯახური ფოტოების არსებობის, წყვილის ფოტოების, ოჯახური ფოტოების არსებობის და არის ეგეთი რეკომენდაცია სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, რომ 6 თვეში ერთხელ მაინც განახლდეს წყვილის ფოტო და ოჯახური ფოტო. ოჯახურ ფოტოში წყვილის ფოტო, როდესაც მარტო წვილი იღებს ფოტოს და თავის ფოტოს აახლებს და ოჯახის ფოტო, როდესაც შვილებთან თუ მშობლებთან თუ როგორი გაგება აქვთ იმ ოჯახის ამასთან მიმართებაში რეკომენდაცია. ყოველ დღე არ არის გვინდა გავაკეთოთ, გვინდა არა, მაგრამ გაუფასურების თემა შემოდის, მაგრამ ეს უნდა გავანახლოთ და ეს თურმე მეხმარება ბუნებრივია ვემზადები ფოტოსთვის. ვარჩევ მაკიაჟს, ვარჩევ ტანსაცმელს, სხვა მნიშვნელობას ვდებს, რიტუალია, ვინსად დაჯდება. თუ პროფესიონალ ფოტოგრაფს ვეძახი კიდე უფრო კარგი იმიტომ რომ პროფესიონალმა იცის არ არსებობს არაფოტოგენური ადამიანი როგორც ის შესაძლოა და გოგოებთანაც მინდა ხო მე რაც კი მაგრამ აი ხო მინდა რომ ყოველთვის მოვასწროთ ახლა განწყობაზე მინდა რომ კიდევ ერთხელ მოქმედებს განწყობაზე წერან აღნიშნანამ რომ კმაყოფილი ვიყავი ეს კარგი სურათი რომ გადავიღავ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით მე და ჩემი დაქარი სამოგზაუროდ ბარსელონაში და რაღაც 5 დღე რო გაქვს და ყველა დღე გათვლილი გაქვს იმისთვის რომ დღეს ამას ჩავიცვამ ხვალ ამას ჩავიცვამ და კარგი ფოტოები გადავიღოთ და ანუ როგორ ვიყავით ისე რომ გადავიღებდით უკვე შევხედავდით რომ დღეს კარგი ფოტო აი ახლა თითქოს დღევანდელი გეგმა შევასრულეთ რომ აი დღეს უკვე კარგი ფოტოები გვაქვს და რაღაცნაირად ბედნიერი ხარ რომ აი უკვე გაქვს მასალა ასე ვთქვათ სოციალურ ქსელში დასადებად. ნამდვილად ძალიან ბევრი ხსიერება მთელი შენი ცხოვრება. შეიძლება 5 წელი ახლა ბარსელონა გამახსენდა, ბარსელონაში 6 წელი არ ვყოფილ ვარ. აი უცებ ახლა ის ბარსელონას ფოტოს რომ გახსენდება მაშინმა გამახსენდება და განმიახლდება. ეს ხო მთელი შენი ისტორია, რასაც ადრე ფოტოებს უყურებთ და ყველაფერს და თავის ახსენდება ამ ფოტოებს, ეს არის ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ზაფხულ შემთხვევაში იმ ხელა მასალა და იმ რაოდენობის მასალა გროვდება. მე მაქვს მე ამის გაუფასურება ხდება, იმიტომ რომ თქვენ აღარ ბეჭდავთ ამ ფოტოებს. ხო, მაგრამ ვინჩესტერ ხო გვაქვს შენახული. ძალიან ხშირად იკარგება მე ეს ფოტოები. ძალიან ხშირად. არ ჩაუждები და ან ტელეფონი ფუჭდება. ან თუ ეს რაღაცა მასალა ძალიან ესეთი ის არა გაქვთ სისტემატიურად არ გადაგაქვთ, არ არქივებთ. რაღაცები ხდება და იმის განსაკუთრებით ძალიან ბევრი კარგი ფოტო გაქვთ და შეიძლება ეს მასალა თვალს და ხელშუა გაქრეს. ამიტომ ხო, რაც შეეხება ხა სიახლეების გადაღებას გოგოებს, აი ვერაფრით ვერ ეწევი მე და ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არ გამოსწილი მაგამ ბავში და კიდე ვერ ხვდები რატო უნდა დავდო
სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოს ხომ რატო უნდა ნახო? ზუსტად მაგიტომაც ინსტაგრამი უფრო გოგოებში არის პოპულარული, ვიდრე ბიჭებში. ვერ ვიყო ბიჭები ძალიან კარგად არიან პოპულარული და მირჩევნია პროფესიონალურ ფოტოგრაფად ადამიანებს. რაღაცა ფოტოები უნდა დავბეჭდოთ და გავაკეთოთ ალბომები ან დავბეჭდო და არასდროს ჩემი არ დავბეჭდო, მაგრამ ბავშვი რო გამიჩნდა, ბავშვის სურათები დავბეჭდო და უნდა დავბეჭდოთ. და აი მასალას რა შეეხება, აი წერან თქვენ აღნიშნეთ რა რაოდენობის ტელეფონში მაქვს 80,000 ფოტო. ხო, ანუ როგორ ნიყვავად სასურველი ფოტო. ყოველ დღე მეთქი აი ხვალ გავსწრებ. face იმაშვები აიდენტიფიცირებ და იმ ადამიანის ფოტოებს გიგდებ და მაგათაც მინდა ანა კურთუსთან გადაღებული ფოტოები, ხო? ანა კურთუს მივცემ და ყველაფერს მიგდებს ანა კურთუსთან გადაღებული. ანა შეგიძლია მის მიხედვით თუ მოგიწევს ანუ ამ და ამ წლის ამ თვეში რა. ხო და ეხა მაგ ძებნას მე იმას ვეთანხმები, მაგრამ ძველი ყაიდის ხალხი და დაბერა. საჩეს რა მომწონს, იცით ღირსშესანიშნაობაზე. როცა მიდი დადის არ ბევრი ვაპარაკობ. ძალიან ბევრ ადგილს აქვს, მაგალითად აი ამერიკას მწვერვალებზე რომ ვიღებთ ფოტოებს, თვითონ გიბეჭდავენ. იქვე გაძლევენ ამ ფოტოს. აი რომ გახარდა მთელი ნიუ-იორკი როჩას. ეს ფოტოები მე მაქვს კედელზე ასახული, იმიტომ რომ უკვე მზად არის და ძალიან მომწონს და კაი იქნება ეს თუ შემოვა და აი ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გოგოებო საინტერესო საუბრისთვის. ბიზნესში გამოსაყენებელი თემა. ბიზნესი აგერია შეიძლება ამით აპიარებდე შენს ბიზნესს და აპიარებდე შენს საქმეს. არის პროფესიები, სადაც ეს აუცილებლად. მე მაინც არ მესმის ადექი. ერთი წუთი გინდა გადავიღო. ძელი ფეხები კი არ და. ანუ აი როგორ შევშები? არ ვიცი, მე მართლა როგორ შევით ამას? მაგას ამბობდი კარგად. ძელი ფეხი ერთი წუთი ყველა ანუ ფოტოში რომ ძელი ფეხი გამომიშტება და მე რომ ისევ ესეთი გვაჩი ვიქნები რა აზრია? არა ის ყველაზე სიმპათიური. მოდი ერთი ფოტო გადავიღოთ, კარგი. გამოვაჩი. აჰა, ესე სელფი. და თან საინფორმაციო გამოშვება პირველები არა, ჯერ არა, რეკლამა მოდი შემეშავა. რეკლამა. ეგ მერეა. დავბრუნდით რა ესე მოულოდნელად და უცაბედად ეთერში და დავბრუნდით არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. ბესო სოლომონაშვილია ჩვენთან სტუმრად და ნანა ამისულაშვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ. ხო, და რაღაცნაირად დეტალურად განვიხილოთ მაქსიმალურად შეძლებიდეს გვარად რას მოვაცებთ ყველა დეტალი. 26 მაისი გვიახლოვდება, გვიახლოვდება, აგერ არის უკვე. მოვარდა კარს, ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის და ყველა ადამიანისთვის, ვინც საქართველოს გულის შედგება, ხომ არ არის და იგეგმება აქცია ისინი, რა ქვია, ღონისძიებები რაღაც არ მინდა რომ რაღაც შემეშალოს, ხო? არა მარტო აქცია, მთელი რიგი ღონისძიებების იგეგმება რუსთაველზე ძალიან ბევრი ჯგუფის მხრიდან. და მე ჩემი ჯგუფის სახელით შემიძლია მოგახსენოთ ზუსტად. აუცილებლად. მინდა იწყებს. მოდი, კონკრეტიკაზე გადავიდეთ ცოტა ხანში და ესე ამ დღის მნიშვნელობაზე მიმოვიხილოთ 26 მაისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბათ ეხლა ხო ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის ნუ რა თქმა უნდა ჩვენ გარშემო ვიცი ძალიან კარგად 26 მაისი ეს არის უდიდესი დღე ქართული ისტორიისთვის თქვენ წარმოიდგინეთ აი მანამდე ქართული ისტორია უშუალებელი უმდიდრესი და დაძაბული და ესეთი ერთადერთი დოკუმენტი არის 26 მაისი სადაც ჩვენ ვართ ოფიციალურად ცივილიზებული სამყაროს წევრები. კი ბატონო. ერთადერთი დოკუმენტი არის, სადაც რუსეთმაც კი აღიარა და სუგიჟდება ამაზე რუსეთი. აი, ძალიან არ უყვარს. და სხვათა შორის მინდა უთხრა გარკვეულ წარმომადგენლებს ხელისუფლებიდან რა, რომ ბრიტანეთის ძალისხმევით, იმიტომ რომ მაშინ ბრიტანეთი და რუსეთი იყვნენ მოკავშირეები და ბრიტანეთის ძალისხმევით აღიარა რუსეთმა საქართველოს. ამიტომ რითი განსხვავდება ბრიტანეთი გარდა იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული ვიყევარ და ბრიტანეთს არასოდეს არ ყოველივართ ოკუპირებული და დღეს აჭარა რო ჩვენია საქართველოს შემოდის. ამაში ბრიტანეთის ძალიან დიდი დამსახურება, ამითი განსხვავდება პატივცემულებო ბრიტანეთის სახელმწიფო და რუსეთის სახელმწიფო. და არა მარტო იმით, რომ ისინი რუსულად ლაპარაკობენ. ხო, და არა მარტო იმით, ხო. იმიტომ რომ რუსეთი არის 20%-ის ოკუპირებული ჩვენი მეგობრების ძმების ნათესავების დამხოცველი და მე არ მახსოვს რომ ბრიტანეთს რაღაც ესე ოფიციალურად რაღაცა ხო რა მეც მიხსენებდა რაც მახსოვს არ გისმენთ არა დიდი ხნიდან კი ბატონო ხო
ეს არის ესეთი უნიშნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. ხო, სხვათა შორის 34 წლის წინ არ მომხდარა ეს დღე. ეს დღე 104 წლის წინ მოხდა. და ის არის ოფიციალური და აი ამ 26 მაისის საფუძველზე მერე შედგა აღდგენა დამოუკიდებლობის 9 აპრილს. ხო? ეს ისტორია რა როიცოდეთ. მაინც ვერ გაიმახსოვრა, მაგრამ არა უშავს. ხო, ნუ ეს უმძიმესია, როცა პასუხისმგებელი პირები ესეთი რაღაცები ეშლებათ ან შეგნებულად აკეთებენ, ხო? რაც შეეხება 26 მაისს, ხო, მართლაც დიდებული დღე არის ქართული სახელმწიფოსთვის და ეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ გავჩდით სოფლიო რუკაზე ოფიციალურ სახელმწიფოდ, როდესაც გადალაგდა და სახელმწიფომა მოილაპარაკეს, რომ მოდი შემოვხაზოთ ჩვენი საზღვრები და დავილაპარაკოთ ამაზე, ვინა ვართ, რა ვართ. და ეს იყო ის დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ რუსეთის გარეშე დაგვინახა. იმპერიისკენ რუსეთის გარეშე, რომ ჩვენ არ ვართ რუსული ველური იმპერია, ჩვენ ვართ დაპყრობილი და აი ახლა გამთავისუფლდით, ხო? და ისიც არ არის რა ვიღაცები რო იძახიან ხოლმე რა, რომ რაღაც ისე აეწყო რა მსოფლიო მოვლენები, რომ შემთხვევით აღმოჩნდა, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობა მივიღეთ რა. არა, აბსოლუტურად შეგნებულად. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ქართულმა მოსახლეობამ და ეს დაიწყო ილია ჭავჭავაძიდან დაიწყო ეს და 1907 წელს, 1906 წელს იმიტომ იყო ილია რუსეთის დუმაში, რომ ავტონომიას ძალავდა რუსებს საქართველოს. და მართლაც აძლევდა რუსები ავტონომიას, თუმცა 1907-ში მერე ბოლშევიკებმა მოკლეს ილია. ამის გამო სწორედ. და მერე 1921-ში შემოვიდნენ, ეს 26 მაისს გაანადგურეს. ხვალ ჩემთვის მართლაც ესეთი საკრალური დღეა ყოველთვის პირადად ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის და ორ აქციაში მონაწილეობ. ერთი არის ალბათ გასწორდეს გააფერადე საქართველო, როდესაც ხელის დადება იყო და მთელს სოფლის 30 ქვეყანაში ხდება 20 დღეს საღამოს ეს აქცია 25-ში და ჩამოვა ვიდეოები და აი ეს კოლაჟი მერე გავა მასში და ცისფერ გალერეასთან ეკრანზე იქნება ეს კოლაჟი აი ამ 30 სოფლის 30 ქვეყნებში როგორ აფერადებენ ამას ამ შავ-თეთრ პანოს და მანამდე იქნება ფილმი რომელიც რა ქვია მამუკა ცუცქირიძის და კახა გოგიძის იდეა იყო ეს და მე მაგათი თავისუფლებით გადავიღეთ ფილმი 50 ძალიან ცნობილი ქართველი მებრძოლის ინტერვიუები ჩავწერეთ და ფილმი იქნება ამასთან დაკავშირებით პატარა ფილმი მე დიდი ფილმი იქნება და მეორე აქცია რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ეს არის მწერალთა აქცია სადაც მწერლები ჩვენი მანიფესტს ვკითხულობთ მარშებზე რაღაცა ჩვენი ესეთი მანიფესტები იქნება ამასთან დაკავშირებით და ეს არის ჩემთვის პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სუმეტირება ამ დღეს. და სუმეტირება ამ დღეს, იმიტომ რომ ვიცი რომ აი გიყვარ შენი ქვეყანა. ხო, და გუშინ იყო აოპენიარზე ვიყავი შეკ რაღაც ლიტერატურის შეხვედრა იყო და იქ ვიყავი და იმ ხელა მუხტი იყო. აი ეს თანამედროვე მუსიკის ეს საერთოდ დღესას ფესტივალი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის ფესტივალად. ისეთი მუხტი იტრიალებდა და ისეთი ენერგია იყო ეს ახალგაზრდები, ეს ულამაზესი თაობა, რომელიც პირდაპირ აი ამ თავისუფლების ისეთი არიან, რა მედროშეები არიან, აი ეს რასაჩიან ამ თაობას გამაგები. მე მგონი რომ ხალხ კომპლექსი აქვს რა ამ თაობის, რა ესეთი ლამაზები, ნიჭიერები განათლება, რასაჩი. და აი არ ვიცი. ძალიან მიხარია ეს დღე და ყველას ულოცავ ამ დღეს და ეს დღე არასოდეს არ გაქრება ქართული ისტორია, ამის მედი მოექნება ნურავის. ხო. გეთანხმები აბსოლუტურად და აქციებზე. კონკრეტულად შემიძლია მოგახსენოთ მე წარმოვიდგენ საზოგადოებრივ ასამბლეას, რომელიც თებერვალში დაფუძნდა და არის საზოგადოების ინტერეს ჯგუფების ერთობლიობა, გაერთიანება, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, იგივე რაღაც ქართული სახელმწიფოებრიობის ნარატივების გადააზრება იქნება თუ არჩევნების საკითხები იქნება თუ რეგიონებში მუშაობის წამოწყება და გაძლიერება. ანუ ძალიან მრავალფეროვანი არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებია გაერთიანებული. ჩვენი
ჩვენი ეს განრიგი დაახლოებით 4 საათიდან იწყება და ჩვენი აქტივობები იქნება ძირითადად ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ. და მაგალითად ადვოკატების და იურისტების ჯგუფი ესე არის, რაც ცალკე ინტერესის ჯგუფები ცალკე თავიანთ ღონისძიებას ან აქტივობას აკეთებენ. ადვოკატების და იურისტების ჯგუფს გვაქვს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არჩევნების თემასთან დაკავშირებით არჩევნების ლაბირინთი, სადაც ჩვენ თებერვლიდან მოყოლებული ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ, დაახლოებით 10-მდე საჯარო დისკუსია იყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც არასამთავრობოებმა, ისე პოლიტიკურმა პარტიებმა და ვაანალიზებდით და ვახარისხებდით და კატალოგი გავაკეთეთ იმ გაყალბების მექანიზმების და გავაკეთეთ გადააზრება და მე მიდგომებზე მუშაობა არის უკვე დაწყებული თუ რა მოხდა საერთოდ როგორ მოხდა რომ ჩამოგვართვეს არჩევნები და აი ამ თემასთან დაკავშირებით გვინდა იყოს რაღაც ინტერაქტიული აქტივობა არჩევნების ლაბირინთი სადაც ქრონოლოგიურად ვაჩვენებთ საზოგადოებას როგორ ნელ-ნელა იკუმშებოდა ეს უფლება სამართლიანი არჩევნების უფლება შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომლებიც რეგიონული ჯგუფის შემადგენლობაში არიან, გეგმავენ ბეჭდური გაზეთის გამოცემას და ეს ბეჭდური გაზეთი, ეს არის პირველი მერცხალი რეგიონებისთვის საზოგადოებრივი ასამბლეადან და იქნება სხვა მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ყველა რეგიონში იყოს ბეჭდური გამომცემლობა აქტუალურ ადგილობრივ საკითხებზე. რეგიონებში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის თუ რეგიონები თვითონ არ დაიწყეს მუშაობა, ისე ზოგადად ქვეყნის გაძლიერება შეუძლებელია, ხო? და მათ ექნებათ, ოღონდ რუსთაველზე იგივე ლოკაციაზე ექნებათ ამ გაზეთის პრეზენტაცია. ასევე იქნება სტრატეგიული დაგეგმვის მინისესია, სადაც იქნება მსურველები, ვიზიტორები ჩაერთვებიან. კულტურული მემკვიდრეობის ინტერეს ჯგუფს ექნება ცოტა სხვა ლოკაციაზე ეროვნულ გალერეასთან გამოფენა თოკებზე, ესეთი ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობისთვის. და ასევე აკადემიის ინტერეს ჯგუფს, სადაც აკადემიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, ექნება დისკუსია ღია სივრცეში, მაგრამ ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ თბილისით. ქუთაისში საზოგადოებრივი ასამბლეის ქუთაისის მუნიციპალური საზოგადოებრივი ასამბლეა ფუძნდება, ეს ერთი აქტივობა და ასევე აქვთ დისკუსია ქუთაისის საპარლამენტო ქალაქი, რამდენად არის საზოგადოება უჭერს თუ არა მხარს, მოკლედ აი ამ თემას შეეხებიან. კი, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი პოზიცია და ეს იქნება ლოკაცია მერაბ კოსტავას სკვერი 12 საათიდან ბოდიში 2-დან 3-მდე კი ქუთაისში და ესე დატვირთული იმითი გამოვდივართ ხვალ რომელიც მე ვფიქრობ რომ ძალიან განსაკუთრებული 26 მაისი გვაქვს ხვალ პირველი იმიტომ რომ მე თვითონ ასე ვგრძნობ და რასაც ხედავ არის ყველაზე გამოღვიძებული საზოგადოება და ჩვენ თავს დაუკვირდით და ჩვენ თავს ჩაუღრმავდით მთელი ეს პერიოდი ნუ პირველი რუსული კანონი იყო მეორე რუსული კანონის მერე განსაკუთრებით როცა გვეგონა რომ გავიმარჯვებდით მაგრამ იმ ეტაპზე ვერ გავიმარჯვეთ ხო და მე ვფიქრობ რომ და კიდე იმიტოა განსაკუთრებული რომ აქამდე როგორი 26 მაისები ქონდა ხო ხელისუფლება ანუ მართველი პარტია გვაბარებდა რაღაც გარკვეულ ანგარიშს რომელიც იყო მეტნაკლებად ფასადური სიღრმეში რა ქონდა შინაარსი რა იყო რეალურად დემოკრატიის ადამიანის უფლებების პროგრესის ეკონომიკის ამას ჩვენ ვერ ხედავდით ხო და წელს არის პირველი 26 მაისი როცა საზოგადოება ჩვენ თავს ვაბარებთ ანგარიშს საზოგადოებამ გამოიღვიძა ჩვენ თავს ვაბარებთ ანგარიშს და ჩვენ თავს ვეკითხებით ვართ კი ღირსი 26 მაისი ის ვართ ღირსები და ღირსეულები რომ ჩვენ გქონდეს 26 მაისი და მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს საერთოდ კონცეფცია უნდა იყოს 26 მაისის და მე დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებ და იმხელა ძალისხმევა გვაქვს და იმხელა მუხტი საზოგადოებაში რომ ეს უშედეგოდ რა თქმა უნდა არ ჩაივლის მაგრამ ყოველი წელი 26 მაისი უნდა იყოს აი ამ კითხვით, რომ მივდიოდეთ რუსთაველზე თუ სხვადასხვა ქალაქებში, რა თქმა უნდა,
ჩვენს ქალაქებში გავდიოდეთ თავარ მოედნებზე, თავარ ქუჩებზე და ჩვენს თავს ვეკითხებოდეთ, აი წელს მე რა ვიშრომე და რა ვიბრძოლე, რითი დავიმსახურე 26 მაისი. იმიტომ რომ აი ეს რო გამოვტოვეთ და ამდენი წელი, არა მარტო 12, არამედ უფრო მეტი წელი, ის ყველა წითელი დროშა ვერ შევამჩნიეთ, რაც უნდა შეგვემჩნიეთ და სადაც უნდა გვეშრომა და სადაც პატარ-პატარა ბრძოლები გაგვემართა, რომ აი ამ შედეგემდე არ მაგრამ კარგი გაკვეთილი იყო ეს ყველა. ძალიან მწარე გაკვეთილი იყო, ძიმე ამას ჩვენ ყველა გვზნობთ ფიზიკურად, მორალურად. ძალიან შევიცვალეთ და მე ვფიქრობ მე ძალიან მიხარია ეს გარდამტეხი პერიოდია ჩემთვის მე უყურებ როგორც ახალი შესაძლებლობების ხანა დაწყებას და მე მექნებოდა სურვილი რომ ასე შევხედოთ. ეხლა ყოველ წელს ჩვენ თავს ერთმანეთს ვკითხოთ, გამოწვევა გავუკეთოთ. აი შენ წელს რა გააკეთე? მაგალითად ჩემ აღმოაჩინე რომ ჩემ შვილს არ მოუყვა ისტორიის მასწავლებელმა მიხა ხელაშვილის შესახებ და მე მოუყევი. აი ეს არის ბრძოლა ხო? ყოველდღიური, ყოველნაბიჯის ან ვიდექი რუსთაველზე, ან ვიყავი დიასახლისი, რომ ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც არიან რუსთაველზე, ისინი მათ დახმარებოდი. ნებისმიერი ბრძოლა არის მნიშვნელოვანი და ყოველ 26 მაისს ჩვენ თავს ვკითხავთ. აი წელს მე მგონია, რომ ჩვენ ვართ ღირსები და ღირსეულები, რომ გქონდეს ხვალინდელი დღე და ყველას გელოდებით ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. მადლობა ძალიან დიდი და მადლობა ქართველებს იმისათვის რომ გვაქვს 24 წელი სხვადასხვა შეცდომები, სხვადასხვა ძალადობები რაღაცნაირად აკუმულირდა აი 50 ბიჭის ციხეში. ეს არის პირველი წელი, როდესაც აი ესე ღიად საქართველოს მებრძოლები არიან ციხეში. თუმცა აი ამ წინა შეცდომებმა 34 წლის განმავლობაში შეცდომებმა დანაშაულის დონემდე მისულმა შეცდომებმა და ძალადობებმა აი აკუმულირება მოახდინა აი ამ ბიჭებში, ამ ქალბატონ ამაღლობელში, აი ამ ადამიანებში, რომლებიც ეხლა რეალურად ისტორიის რომ კითხულობდა, რომ ვიცით რომ რაღაცა ვაკის პარკში 25 წელში 15 ადამიანი დახვრიტეს, ხო? ჯვარი წერია სულ ყველას და ის არის მალე გათავისუფლებიან, მაგრამ აი ესეთი განწყობა, როდესაც ეს ბიჭები იგზნიან და იბრძვიან ჩვენ მაგალითები არიან ძალიან და პარალელურად ხდება ეს ყველაფერი. დღეს 26 ჩვენ 26 მაისს უნდა ვიზეიმო და იქ ისინი იქ იზეიმებენ 26 მაისს, რომ იბრძვიან საქართველოს. და მე ყველა ერთად ამაღლობელი. აუცილებლად. და მზია ამაღლობელი, ხო, ბიჭები და მზია ამაღლობელი, მზია ამაღლობელი. უღრმესი მადლობა. მადლობა და გილოცავ წინასწარ დიდებულ დღეს. თქვენს და გილოცავთ თქვენ და მაყურებელს. და ეხლა მე მგონი ნამდვილად საინფორმაციო გამოშვება. ახლა ნამდვილად აღარ მეშლება და ნახოთ საინფორმაციო და შემდეგ ისევ დავბრუნდებით მე და ნიკა მესამე ნაწილით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო ამბები, როგორც ყოველთვის, როგორც თელი გადაცემა, რა თქმა უნდა, საინტერესო ამბებზე გვაქვს. იმიტომ რომ ჩემი მაია ხერხეულის დრო დადგა ჩვენს ეთერში, მისი უმშვენიერესი და უსაინტერესოესი რუბრიკის დრო და ძალიან რა ვიცი, უნდა ვიყო სუბიექტური. მეც ვიქნები. ნეპოტიზმი გზად და ხიდად, ხო გარიგია რა? სტუმარი ხო? სტუმარი. ხო, იცი რა, ნეპოტიზმსაც ვერ დავარქმევი. ეს ადამიანი არის, არ ვიცი, ჯადოქარი, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პროფესიონალი თავისი საქმის რა თქმა უნდა. მაგრამ თან ჯადოქარსაც ვიტყოდი. ვაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი, რომელიც მაიას ეყოლება სტუმრად და ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვაჯანმრთევა ვაშამ და წინ კიდევ ძალიან ბევრს გამოაჯანმრთევა. ამ შემთხვევაში ისაუბრებენ წონის კლებაზე, როგორც ვიცი. და მატებაზეც მე მგონი, ფარისებრი ჯირკვის პრობლემებზე ზოგადად რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმში, თურმე, ვიტყვი. და ორი დიდებული ადამიანი გელოდებათ პირდაპირ ეთერში ჩვენ დაგემშვიდობებით ჩაბათამდე. წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. უნდა გითხრათ, რომ 25 მაისი ფარისებრი ჯირკვლის მსოფლიო დღეა და რა თქმა უნდა ჩვენს დღეს სწორედ ამ პრობლემებზე, ფარისებრი ჯირკვლის
გარკვეულ დაავადებებზე შევაჩერებთ ჩვენს ყურადღებას, თუმცა მანამდე უნდა გაგაცნოთ, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზი დეკლარი. დეკლარი ეს არის სპეციალურად შექმნილი ბრენდი მგრძნობიარე კანისთვის. ის 45 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიოს ბაზარზე და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მაშ ასე დღეს ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას შევჩერდებით და ვისაუბრებთ ალბათ თემაზე, რომელიც ძალიან ბევრი მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ალბათ მანდილოსნისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ჭარბი წონა და სიმსუქნე. რა კავშირია, როგორ უნდა ვმართოთ ეს პრობლემები? სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბრო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი, ჩემი მეგობარი, თქვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი ექიმი, ბატონი ლაშა უჩავა. ძალიან მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ სწორედ იმ დაავადებებზე და განსაკუთრებით მაინტერესებს რა კავშირია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას და თქვა ჩვენს წონაში ზედმეტ ნამატს ჭარბ წონას შორის რა შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს, სხვა რა სიმპტომები შეიძლება გქონდეს იმისთვის რომ დროულად მივმართოთ ენდოკრინოლოგს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან აქტუალური და საინტერესო საკითხისთვის დროის დათმობა მნიშვნელოვანი არის საზოგადოებაში. გარკვეულწილად განათლების ამაღლება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შესახებ, ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებული არის საქართველოში. ფარისებრი ჯირკვლის მრავალი პათოლოგია არსებობს და შესაბამისად ყველა მათგანს აქვს სხვადასხვა ჩივილები, ანუ სხვადასხვა გამოხატულება პაციენტებთან. ყველაზე მეტად გავრცელებული დაახლოებით 30% მსოფლიო მასშტაბით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ეს არის ენდემური ჩირყვი, ანუ მაშინ როდესაც იოდ დეფიციტის გამო ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ეს შეიძლება იყოს როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური დარღვევა. შესაბამისად, საქართველოც აი ამ გლობალურ მაჩვენებლებს არ ჩამორჩება და არის ენდემური ზონა და ამის გამო 1994 წლიდან კანონმდებლობით ვიცით ჩვენ რომ აუცილებელი არის საქართველოში გამოიყენებოდეს იოდიზირებული მარილი იმისათვის რომ სწორედ აღმოიფხვრას იოდ დეფიციტი საქართველოში. იოდიზირებულ მარილს აქვს თავისი შენახვის პირობებიც და აქვს თავისი გამოყენების წესებით და მნიშვნელოვანი არის ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდეთ. ბოლო 10 წლების განმავლობაში სხვათა შორის შეიცვალა შენახვის და შეფუთვის ესე ვთქვათ ფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხელს უწყობს იოდის შენარჩუნებას მარილში. რაც შეეხება გამოყენების პირობებს, რეკომენდაციებში ყოველთვის წერია, რომ მარილი, იოდიზირებული მარილი უნდა იყოს გამოყენებული საკუთარ ულუფაზე. მაშინ, როდესაც ჩვენ ულუფაზე ვიყენებთ მარილს, უფრო ნაკლები ოდენობით ხდება მარილის გამოყენება, რაც რეკომენდაციაში გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ და შესაბამისად არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკიც მცირდება მკვეთრად, ისევე როგორც იზრდება, ვთქვათ, იოდის შემცველობა ამ შემთხვევაში და იოდის გამოყენება უკვე როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში. ისევ დაუბრუნდები თემას ჭარბი წონა, რა კავშირი არის ჭარბ წონასა და არის თუ არა საერთოდ კავშირი უთხრა ჩვენს მაყურებელს. როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ აი ახლა ჩვენი წონის მატება არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ ვთქვათ, რაღაცა ზედმეტ კალორიებს მივირთმევთ, არამედ შეიძლება ასოცირებული იყოს ფარისებრი ჯირკვლის. ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული პათოლოგიები ნამდვილად ასოცირებული არის ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან. ჩვენ ვთქვით, რომ ფარისებრი ჯირკვლის მრავალი ესე ვთქვათ დაავადება არსებობს, ეს ერთ-ერთი როგორც აღნიშნეთ არის იოდ დეფიციტი, ენდემური ჩიყვი. შესაძლებელია იყოს ჰიპოთირეოზი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება არის, ანუ ჰორმონალური ბალანსი არის დარღვეული და შესაბამისად მათი დეფიციტი არის ჩვენს ორგანიზმში. არსებობს ჰიპერთირეოზი, ეგრეთ წოდებული თირეოტოქსიკოზი, მაშინ როდესაც
პირიქით ფარისებრი ჯირკვალი მეტად აქტიურად მუშაობს და შესაბამისად დიდი ოდენობით ჰორმონი არის ჩვენს ორგანიზმში და არსებობს გარკვეული დაავადებები, მათ შორის მაგალითად ავტოიმუნური თიროიდიტები, რა დროსაც შესაძლებელია მონაცვლეობა იყოს ჰიპო და ჰიპერთირეოზის. ანუ ამ დროს შეიძლება ვქონდეს როგორც ჰორმონალური ბალანსის დაქვეითება, ასევე მისი მატება. ჭარბი წონა და სიმსუქნეს შესაძლებელია ხელი შეუწყოს და მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს ნამდვილად ფარისებრი ჯირკვლის ისეთი დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ჰიპოთირეოზით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, გავლენა ორგანიზმზე გახლავთ ის, რომ ჟანგბადის მიწოდება უნდა მოხდეს თითოეულ უჯრედთან, ანუ ჟანგბადის შეყვანა უჯრედებში. ძალიან მარტივად რო ავხსნათ, რაც თავის მხრივ პასუხისმგებელი არის მეტაბოლიზმის სიჩქარეზე, ანუ ნივთიერებათა ცვლაზე ჩვენს ორგანიზმში. და მაშინ, როდესაც არის ჰიპოფუნქცია, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არის დაქვეითებული, შესაბამისად ჟანგბადის დეფიციტი ვითარდება უჯრედულ დონეზე, რაც თავის მხრივ მოქმედებს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე და განაპირობებს უკვე ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას ჩვენს ორგანიზმში, რაც შეიძლება იყოს როგორც ჭარბი წონის, ასევე სიმსუქნის განმავითარებელი, ესე ვთქვათ, მაპროვოცირებელი ფაქტორი. თუმცა, გარდა იმისა, რომ აი ეს ჟანგბადის დეფიციტი უჯრედებში იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას, ასევე ის მოქმედებს ცილოვან ცვლაზე ჩვენს ორგანიზმში, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება შეშუპებებით. ხშირად როცა მოდის პაციენტი, ის ამბობს, რომ წონაში მოიმატა, მაგრამ ჰაბიტუსი, ანუ ვიზუალური დათვალიერება ხშირ შემთხვევაში მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს კი არ არის ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ორგანიზმში, არამედ ეს არის კი სითხის შეკავება ორგანიზმში, რაც იწვევს საბოლოო ჯამში შეშუპებას და ეგრეთ წოდებული გაფუების, ესე ვთქვათ, ეფექტი გვაქვს ხოლმე ამ დროს. მაგრამ თუ ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც ის მოქმედებს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე და იწყება ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება უკვე ორგანიზმში, რომელსაც ემატება თან სხვადასხვა ასევე რისკ ფაქტორები, შეიძლება იყოს უმოძრაო მდგომარეობა, შეიძლება იყოს ჭარბი კალორიების მიღება. დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს 1-2-რად ზრდის უკვე ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარების რისკებს. აშა, მაინც აი ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, ახლა რომელიც ყველაზე ხშირად, თორედ ჰიპოფუნქცია, რომელიც ყველაზე ხშირად არის დაკავშირებული ამ პრობლემასთან. გარდა შეშუპებისა, შეიძლება იყოს თქვა სხვა რაიმე სიმპტომები, თქვა დაღლილობა, ძილიანობა. რა თქმა უნდა, ჰიპოთირეოზს აქვს გამოხატული, ესე ვთქვათ, სიმპტომატიკა, ჩივილები, ეს შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, სისუსტე, უენერგიობა. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის რიტმის დარღვევა, ხო? თუმცა აღნიშნული სიმპტომატიკა შესაძლებელია ახდეს სხვა რიგ დაავადებებსაც, მაგრამ ექიმ სპეციალისტთან ვიზიტი ამიტომაც არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. და არა თვითმკურნალობა, მით უმეტეს, როდესაც ჩანაცვლებით თერაპიას ეხება საქმე და მაშინ, როდესაც ჰორმონის მიღებას ეხება საქმე. უკვე შორს წასულ ფორმებში, როდესაც აი ამ მინიმალურ თუნდაც გამოხატულებას ჩივილებისას არ აქცევს პაციენტი ყურადღებას, შესაძლებელია უკვე განვითარდეს ისეთი მდგომარეობა, რომელსაც მოყვება მაგალითად მეტყველების შენელება. ეს უკვე რა თქმა უნდა არის ისეთი შორსწასული ფორმა, მაშინ როდესაც კვეთრი დეფიციტი არის გამოხატული უკვე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ორგანიზმში, რა დროსაც რა თქმა უნდა საჭირო ხდება დროული მკურნალობა. აი ამ სიტუაციასაც თუ არ ვაქცევთ გარკვეულწილად ყურადღებას და რა გართულებებთან შეიძლება მივიდეთ? აი მე მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ გუშინ იყო პაციენტი მეუღლესთან ერთად, სადაც თირეოტროპული ჰორმონი იყო საკმაოდ მაღალი და იმდენად მაღალი, რომ ციფრობრივად ამის განსაზღვრა აპარატში ვერ ხდებოდა და იყო მეტი და იყო ნაკლები თავისუფალი თიროქსინის დონე იმაზე მეტად, ვიდრე შეუძლია აპარატს განსაზღვრა. თვითონ პაციენტი მოვიდა თავისი ფეხით, ჰაბიტუსიც არ ქონდა, ესე მკვეთრად მიქსედემური, ანუ ჰიპოთირეოზი გამოხატული და ნუ ჩემთან, ესე ვთქვათ, ურთიერთობაში საუბარიც მეტყველებაც არ იყო შენელებული. როდესაც დავიწყეთ გამოკითხვა პაციენტის, მან თქვა, რომ დიდად, ესე ვთქვათ,
ჩივილები კონკრეტულად ამასთან მიმართებაში არ ქონდა, ვინაიდან ქონდა დატვირთული სამუშაო რეჟიმი, უწევდა ღამის თევები, მურიგეობები თავისი სპეციალობიდან გამომდინარე და შესაბამისად აი ამ გადაღლილობას თუ სხვა ჩივილებს აწერდა სწორედ ამ მდგომარეობას. მაგრამ მეუღლემ აღნიშნა, რომ მას ქონდა ადრინდელთან შედარებით მეტყველება შენელებული, იყო გამოხატული კანის გარკვეული, ესე ვთქვათ, სტრუქტურული დარღვევა, ამ შემთხვევაში აკერცვა და გაუხეშება კანის სტრუქტურის და აგრეთვე ნერვულ სისტემაზე გარკვეული ზეგავლენა, ანუ უფრო მარტივად ხდებოდა ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, გაღიზიანება ისეთ თუნდაც ყოფით რაღაც ქცევებზე, რომელიც მანამდე არ ქონდა. ანუ შესაბამისად მე მინდა ამით იმის თქმა, რომ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ პაციენტმა შეიძლება უგულვებელყოს ეს გარკვეული ჩივილები და მიაწეროს სხვადასხვა მდგომარეობას, მაგრამ ახლობელი ადამიანი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან მეგობარი, მას შეიძლება შეამჩნიოს ეს და ამ დროს, რა თქმა უნდა, აუცილებელი ხდება ხოლმე დიაგნოსტიკის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ დროულად მოვახდინოთ მკურნალობის დაწყება, რათა არ მოხდეს შემდგომი გართულებები, იმიტომ რომ შემდგომი გართულებები გარდა ჭარბი-ცხიმოვანი ქსოვილისა და სიმსუქნისა შესაძლებელია იყოს გულსიზრახთა სისტემის მხრივ, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ხშირად არის ხოლმე პაციენტი, რომელიც ამბობს, რომ მე ჰორმონები გავიგეთე ნორმაში მაქვს და რატო უნდა გავიგეთო ეხოსკოპია, ან პირიქით, მე ეხოსკოპია გავიგეთე, აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია, რატო უნდა გავაკეთო ჰორმონები. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვერ ვიღებ ჰორმონს. მე დამინიშნა ენდოკრინოლოგმა, მე დოზა შევა. მე არა, იმიტომ რომ არ მინდა, ცუდად ვხდები, როდესაც ამ ჰორმონს ვიღებ და 10 ჯერ შევამცირე დოზა, მაინც ვერ ვიღებ. აი, აქ როგორ მოვიქცეთ? დიაგნოსტიკა აუცილებელი არის ამ დროს, მოხდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული შეფასება, ასევე რა თქმა უნდა ჰორმონალური სტატუსის შეფასება. ეხლა ჰიპოთირეოზის შემთხვევაში კონკრეტულად ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ ფუნქციის დაქვეითებაზე ვსაუბრობთ, სტრუქტურული ცვლილება სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს ეხოსკოპიურად და შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, ჰორმონალური სტატუსის ცვლილება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ჰიპოთირეოზს შეიძლება ახლდეს დიფუზურად გადიდებული ჭიყვი, კომპენსატორულად, იმიტომ რომ ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ცდილობს გაიზარდოს ზომაში და მეორე შესაძლებელია იყოს გარკვეული კვანძოვანი წარმონაქმნები, რაც ხელს უშლიდეს ფუნქციის შესრულებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ კვანძოვან წარმონაქმნებზეც, რომ შესაძლებელია ჩვენ სტრუქტურულად ვქონდეს გარკვეული ტიპის წარმონაქმნები, მაგრამ ის საერთოდ არ ცვლიდეს ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისათვის ორივე ერთად იყოს აუცილებლად განსაზღვრული. თუმცა არსებობს ისეთი მდგომარეობები, რა დროსაც არის ავტოიმუნური თირეოიდიტი, ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც საკუთარი იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს, ეს დღემდე დაუდგენელი პროცესი არის თუ რატო ხდება. ავტოიმუნური თირეოიდიტის დროს შესაძლებელია ვქონდეს ჩვენ ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი თირეოტროპული ჰორმონისა, ანუ ცენტრალური ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონისა. და ხშირ შემთხვევაში აი აქ შეიძლება მოხდეს მკურნალობაში ცდომილება. ანუ თავისუფალი თიროქსინი, ჯირკვლის ჰორმონი თვითონ იყოს ნორმის ფარგლებში და საერთოდაც არ საჭიროებდეს მაღალი თირეოტროპული ჰორმონი ამ შემთხვევაში ჩარევას, ანუ შენაცვლებით თერაპიას. აი ამ დროს შესაძლებელია იყოს ის მდგომარეობა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ჰორმონის მიღებამ გამოიწვიოს პირიქით კი უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე. ამიტომაც მაშინ, როდესაც არის ავტოიმუნური თირეოიდიტის სურათი სტრუქტურულად ეხოსკოპიაზე, მნიშვნელოვანი არის იყოს განსაზღვრული არა მხოლოდ თირეოტროპული ჰორმონი, არამედ თირეოტროპული ჰორმონი აუცილებლად თავისუფალ თიროქსინთან ერთად, რათა მოხდეს მათი კორელაცია და მაგის მიხედვით მოხდეს შემდგომში დოზის შერჩევა. ხოლო რაც შეეხება უკვე გამოხატულ ჰიპოთირეოზს, ანუ მაშინ, როდესაც თირეოტროპული ჰორმონი არის მაღალი და თავისუფალი თიროქსინი და თავისუფალი
ფოსფოლიპიდროთირონინი არის დაბალი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იწყება უკვე ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, რაც წარმოადგენს აუცილებელ მდგომარეობას მკურნალობის თვალსაზრისით და მე აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჰიპოთირეოზი კორელაციაში არის, ანუ კავშირში არის ჭარბწონასთან და სიმსუქნესთან, პაციენტებს სწორედ ამის გამო ჰორმონის გამო არ უნდათ ხოლმე მიიღონ ჰორმონი, რომ გაგებული არის რაღაცა ესეთი მითი არსებობს, რომ ჰორმონის მიღება უკვე იწვევს გარკვეული წონის მატებას. არა, პირიქით, მაშინ როდესაც ეს ჰორმონი აკლია ორგანიზმს, ანუ არის ჰიპოთირეოზი, სწორედ ის არის განმაპირობებელი ფაქტორი ჭარბიცხიმოვანი ქსოვილისა და სიმსუქნის განვითარების. ამიტომ მნიშვნელოვანი არის სწორი დიაგნოსტირება და ექიმ სპეციალისტთან, რა თქმა უნდა, კონსულტაცია, იმიტომ რომ არანაირი მედიკამენტის, მაგრამ ჰორმონების თვითნებურად გამოყენება, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი იყო ჩვენი მაყურებლისთვის და ჩვენს მაყურებელს ტრადიციულად ჯანმრთელობას ვუსურვებთ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.